გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის ოთხშაბათი 9 საათი. და მოგესალმებით პოდკასტ არეადან, რა თქმა უნდა. დღეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც მე ვაკეთებ ეპიზოდ ადამიანზე და არა თემაზე. თქვენ იცით, რომ ყოველთვის თემაზე ვაწყობ ხოლმე ეპიზოდს, მაგრამ თემაზეც გამოვა პრინციპში უბრალოდ ძალიან მინდოდა ამ ადამიანის გაცნობა, ვინ დღეს ჩემი სტუმარია და მისი ისტორიის თქვენამდე მოტანა. და ჩვენ ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, დარწმუნებული ვარ. სანამ საუბარს გავაგრძელებთ და სტუმარს გაგაცნობთ, მინდა გითხრათ სასიხარულო ამბავი. რაც გულისხმობს იმას, რომ ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარდგენი, მეგობარი, მხარდამჭერი გახდა 26 წლიანი გამოცდილების გერმანული ბანკი, პროკრედიტ ბანკი და განსაკუთრებული მადლიერება მინდა ამ ბანკს ვუთხრა ამ თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის რომ გავაგრძელოთ ყოველდღიურად, ყოველ ოთხშაბათს თქვენთან შეხვედრა და ცოდნის გაზიარება, ესეთი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია რომ განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც კომპანია ისეთ პროექტს უდგას გვერდით, რომელიც ცოდნას აზიარებს და მოსახლეობამდე ეს ამბავი მიაქვს და მადლობა მათ. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის სცენარისტი და ქველმოქმედი. თუ როგორ ქველმოქმედებას ეწევა ის ამას მოყვება თვითონაც. აკა სინჯიკაშვილი არის ჩემი სტუმარი, გამარჯობა. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. შეგვიძლია ისევ წარდგენაზე ვიკამათოთ, გავაგრძელოთ და იმიტომ რომ ეს ქველმოქმედი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს და გამოიტანს და არიგებს, ეგ მე მაგას ვეძახი ხა ქველმოქმედ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, უფრო რაღაცა მოხალისეობრივი საქმიანობა არის, რომელიც ახლა ყველა ქვეყანაშია და ეგეთი ძალიან განსაკუთრებული ამბავი არ არის. მოგვიყევი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი გიცნობს და ძალიან ბევრი ადამიანი ჩართული არის ამ ამბავში, მაგრამ ვინც არ გიცნობს, მოგვიყევი რა არის ის აქტივიზმი, რასაც შენ უწოდებ, რასაც შენი საქმიანობა მოიცავს და რამდენი ხანია ამ ამბავს აკეთებ, იმიტომ რომ მგონია რომ მართლა შენ კი არ მოგწონს ეს რომ აღნიშნავ, მაგრამ განსაკუთრებული ამბავი. ხო, ისეც აი იცით როგორ არის რაღაცა ძალიან ზედმეტი თავდავლობაც არ მინდა ხოლმე, ვაიმე მე ის არაფერს არ ვაკეთებ და ეგრე ლაპარაკიც არ მინდა ხოლმე. მაგრამ იცით როგორ არის, ჩვეულებრივი ანუ ძალიან განსაკუთრებული ამბავი არ არის ეხლა ქუჩაში ბევრ ქვეყანაში ეხმარებიან ადამიანებს და იქაც არის მოხალისეების ჯგუფი. ეს უბრალოდ მე ცხოვრების წესში გადადის და ვერავის ვეღარ იცი როგორა ვერასდროს ვერ იტყვი რომ ეხა ავდგები და ამას აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ შენი მეძე ძალიან ბევრი ადამიანია რა. ქუჩაში ვინც ცხოვრობენ, ეხლა ანუ კიდე ამ წელს გვაქვს კიდე ერთი მცდელობა რა, რამდენიმე წელია ვცდილობ რომ ახალ წელს, რომელიმე ახალ წელს გარეთ აღარ ეძინოს არავის რა, ერთსას თბილისში რა. შარშან 4 დამრჩა რა, ხო და ვერ შევძელი, იმიტომ რომ მე როცა გამოთბება ისე უმრავლდებიან ხოლმე ზამთარში ყველა ეძებს ეხა რაღაც თავშესაფარს. ანუ აი სულ თავიდან როგორ მოხდა, როგორ დაიწყე ეს ამბავი? რაღაცა ესე არ არის რა, მოდი ხო დილიდან ასე ვიზამ, ეგრე არ არის რა. ხო. აი რაღაც ცოტა რაღაც იქ სკოლაში ვიღაცას დავეხმარებ, პირველად ბევრი ერთად დავეხმარეთ, მე კი არა. მერე ვიღაცას და აი მერე უკვე თავს უწესებ ვალდებულებას. კი არავინ გავალდებულებს ეხლა როცა გინდა მაშინ დაანებებ თავს და როცა გინდა ის, მაგრამ მერე აბა რა აკეთო ვერ ხდები რა. ანუ ყველაზე კარგად რაც იცი ადამიანმა ის უნდა გააკეთო თან ამდენი წლის და ეხლა ბავშვობიდან აქამდე გამოცდილების წყალში გადაყრა არ ივარგებს რა, იმიტომ რომ ჯერ ერთი სხვებისთვის გასაკვალ ყვალს ვაკეთებთ, ესე მოგვიწია, იმიტომ რომ აქამდე ესე ყოველ ღამე ქუჩაში ესე არავინ არ პატრულირებდა ხოლმე და არ ეძებდა ხოლმე ვინმე ხო არ დარჩა. ყველას კი ვერ ვეხმარებით გულისხმობ, ყველას საცხოვრებელს ვერ ვაძლევთ, თორე ხა იქ ადგილზე ყველას უკეთებთ ხოლმე თუ რამე ჭირდება ხოლმე. სამწუხაროდ იცით როგორ არის, კეთილი ადამიანები საერთოდ თავსია ეს ქვეყანა, ძალიან ბევრი არის, მაგრამ შეხსენება ჭირდებათ ხოლმე რა უბრალოდ. აი ეხა ადამიანი იმდენ რაღაცაზე ფიქრობს, აგერ თქვენი ის გაქვთ მაგალითად, პროექტი გაქვთ, იმას აკეთებთ და როცა პროექტზე ფიქრობთ, მაგ დროს ვერ იფიქრებთ მიწის ქვეშაში ვინმეს ძინავს თუ არა, იმიტომ რომ თქვენი საქმე გაქვთ რა და
მე მივხვდი რომ ჩვენს რო არ გვეფიქრა საერთოდ არავინ აღარ იფიქრებდა რა და ანუ ეს უბრალოდ გადიხართ ქუჩაში მე როგორც ვიცი ორი ადამიანი აკეთებთ ამას თუ ხო ორი ვართ მაგრამ აი ზოგჯერ ვიღაცები ვისაც ცალია გვეხმარებიან ხოლმე რა თან იცით როგორ არის ღამე ძალიან ძნელი არის რომ ადამიანს უთხრა რომ ღამე ეს შენთან ერთად გააკეთო საქმე იმიტომ რომ ჯერთ სახიფათო არის ეხლა ქუჩაში ვინ ცხოვრობს 80% სვამს იმიტომ რომ რა ვიცი აბა მე მგონია მე და თქვენს ძალიან ბევრს დავლევდით 15 წელიწადი რომ ქუჩაში ვცხოვრობ ხო და ძალიან ძნელია ეხლა პირდაპირ ასფალტზე ეძინოს ადამიანს და მოთხოვო რომ სასმელს მოსვამო აი არასწორი არის აი ადამიანებს საერთოდ ძალიან ნაკლებად ეცოდებათ ხოლმე ეგრეთ წოდებული ლოთები რომლებიც ალკოჰოლ დამოკიდებულები რომ ამობენ რომ ეს ლოთია ის ანუ ყველაზე მძიმე ისტორიები სხვათა შორის მაგათაა რა ლოთებს ხო, რატო დაემართა ესე მაგას ხო არავინ არ იკითხავს. ანუ აი შენობით რო ვისაუბროთ. შენ როდესაც ამ ადამიანს აი თქვა გადიხარ ღამე ქუჩაში და ხედავ ამ ადამიანს და მიხვედი და თქვა ესაუბრები. აი მე გულწრფელად გეტყვი, იმიტომ კი არა რომ ვინმეზე კარგი ვარ ან ძალიან ბევრჯერ მქონია გაზრი რომ ალბათ რა გადაიტანა რო აქამდე მივიდა. სულად არავის არ ემართება არაფერი. ხო და აი რა მოგისმენია ეგეთი რო აი რა გადაიტანეს მაგალითად. ჯერ ერთი რომ ვისაც ქუჩაში ვიხმარებით, აი საჭმელი ვისთანაც მიმაქ ღამეს აბნებს უტოვებთ იმას მატრასით თუ გვაქვს იმას. უმრავლესობა მათი ადრე მდიდარი იყო რა. და მდიდრები ყველაზე მეტად ვერ იტანენ ეგეთ დღეში ჩავარდნას, იმიტომ რომ მიჩვეულები არ არიან და ნებდებიან მალე. ბრძოლის უნარიანობა ხო, ვეღარ იტანენ ანუ ერთ დღესაც ეხა ის ბუმბულის ბალიშიდან პირდაპირ ასფალტზე რო დადევს თავს ვერ იტანენ და ვისაც ისედაც ესეთი ცხოვრება გამოვლილი, ისინი ყველაზე გამძლეები არიან და ყველაზე დიდხანს არიან ხოლმე და სამკურნალოთაც მომყვებიან ხოლმე. ყველაზე ძნელი არის გაგიკვირდებათ და ადამიანის დათანხმება რომ დაეხმარო. ხო, აი ეს მაინტერესებს. იმიტომ რომ როგორც ექცევიან ეხა საზოგადოება როგორც ექცეოდა ლოთებს ეძახის და ფეხს კრავს რომ გააწე არის სადგდია აქ და გაათრიეთ და ასე შემდეგ. თვითონ ისინიც მერე აგრესიული ხდებიან და სოციოპათები და ადამიანები აღარ უყვართ და არავის აღარ ენდობიან. ჩვენ რა ვიცი, აი ორი კვირა მივლია ხოლმე ხვეწლით მეტიც რა რომ რო ვიცი რომ წამოვალ ეხა იმას ხო რა ქვია ჯინში ხوار ჩაუდგები ეგეთ ადამიანს არ როგორ უნდა მაწყერინოს მაგან ეხა ხო ვიცი რა დღეშიც არის თან როცა ანუ ძირითადად არის ხოლმე ერთი კონკრეტული ტრაგედიის ფონზე ემართებათ ხოლმე რა მაგალითად ამასწინათ ქუჩაში დაგვირეკეს რომ ქუჩაში წევსო კაციო და რა ვიციო გონი არ შემთხვევაში ძალიან სულად იყო რა რომ მაგ დროს სასწრაფოს არ მიყავს რა ისა ანუ პირდაპირ მოკვდება ქუჩაში და სასწრაფო არ წაიყვანს. იმიტომ რომ ჭოჭყიანია და საბუთი არ აქვს. საბუთი რას პირადობას გულისხმობ? ორი ადამიანი გარდაიცვალა მაგის გულისთვის რომ სასწრაფომ არ წაიყვანო. და საბუთს პირადობას გულისხმობ? ხო, თუნდაც. არ აქვს პირადობა, მაგას სასწრაფო. რომც კონდეს არ მეყავთ ხოლმე ეს ლოთი აქ ყოველ დღეს ეგვიძახებენო და ანუ კონფლიქტი რაც მომდის ხოლმე ქუჩაში კანონის წარმომადგენლებთან უფრო მოდის ვიდრე აი დამნო ქუჩის ხალხთან რა ანუ ისინი უფრო არ ღვევენ კანონს ვიდრე ქუჩის ხალხი რომ ანუ იცით როგორ არის მოწყობილი სახელმწიფოს აქვს თუ არ ვწდები სულ ერთი საავადმყოფო სახელმწიფო ქვეყანაში რესპუბლიკური რა ანუ დანარჩენი ყველა კერძო არის სახელმწიფომ ანუ იცით როგორ არის რაღაცა მძიმე დაავადება რომ დამემართოს მაგალითად აქ ვერ მკურნალობს სახელმწიფო, იმიტომ რომ არ გვაქვს საავადმყოფო. და ესე ტუპად გვაძლევენ ფულს, რომ წადი და სადაც გინდა იმკურნალი, დაფინანსებას რო ეძახი. ხო. იმიტომ რომ ჩვენთან არ არის რა ისა. სადაც შეგიძლია იმკურნალო. ეხლა ამ რესპუბლიკურში ამდენი დაეტევა, ხო, ქუჩაში ამდენია ესე, ხო? იქაც არ ეტევა. ეხლა კერძო კიდე იძახის მე აქ პანსიონატი კი არ მაქვს, რატომ უნდა შევიფარო და არ იღებს. უბრალოდ აი ესე. წადიო ეტყვიან და გარეთ გამოსვლა. მე ჩვენ გვირეკავს ვიღაცა და მივდივართ და აი საავადმყოფოსთან გარეთ გამოსმული არის ადამიანი აი და რა შვებით მაგ დროს არაფერს ვეძებთ ხოლმე თუ რამე გვაქვს შესაფარებელი შევაფარებთ ხოლმე ხან სახში მიყვავს ან რაღაცა რა ეს თუ სამკურნალო უკვე კერძო კლინიკაში გადაყავთ არ იღებენ არა არც კერძოში არ იღებენ იმიტომ რომ ჭუჭყიანია აი ამას ფულს არ გადაიხდის და იმიტომ და აი რომ ამბობ
ძირითადად ერთ ტრაგედიაზე დგას მაგათი ხო, ისო აი რა არის? გეტყვით რა, აი ამის წინ ესე დაგვირეკეს კაცი ქუჩაში იწვა რა, ძალიან ცუდად იყო და ეხა მაგაზე გავყევი, მაგაზე გამახსენდა ისე მომიშალე საავადმყოფოში. აი, ანუ ვეუბნები ეხა მოკვდება ეს ანუ მაგერ არის. ანუ ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, იძახიან ბიჭო, ვეუბნები რამ დაგაცივათ ესე რომ კანონს არ ვარღვევ, რას ქვია? აი რა ვიცი, ხდება. ხო? აი თან ისე აქვს გატროხებული, პირველი კი არ არის და ორი კი არ მომკვდა რა ეგრე, რა ვიცი, ძალიან ბევრი. ხო და ამ კაცმა თქვა რომ გზაში მიმყავდა რა, რომ რამდენი ხანია ეთყობა ეხა გარეთ წევს და ეხა მანქანაში ამжда რა, ძალიან დიდი ხანია და ეხა წირო ჩავიში. წამომეუთხარი ცოტას გაგატარებთ ხო შენთვის რაღაცა მოვძებნოთ თქო ისა ცოტა უნდა ელაპარაკო თორე მოვედი გეხმარები ჯერთი არავინ არ გიჯერებს რომ ტყუილ არაბეს აძლევ რა არ და ჯერე არავინ რომ არ გენდო ადამიანი ეგ მაგას ჯერ გაუკეთებს. აი ჩავისვამ ხოლმე მანქანაში წავიყვალ უძდავალევინებ ხოლმე რაღაცა კურტკას გამოუცლის რაღაცა ხინკალზე შევიყვან რაღაცაში ცოტა კაცად უნდა აგრძნობინო თავი რომ დახმარება მიიღოს თორე რაც უფრო ძალიან უჭირს ადამიანს უფრო ძალიან წვენია მოთხოვრობა და რა ვიცი თქვენს გამოგადგებათ იცოდეთ რომ ყველაზე ჩუმად ვინც არის ყველაზე მეტად იმას უჭირს და ყველაზე ხმამაღლა ვინც ყვირის ყველაზე ნაკლებად იმას აუცილებლად ყველა შემთხვევაში არა მაგრამ ძირითადად ყოველთვის ესეა აი რა ვიცი Facebook-ში ალბათ თქვენთვისაც მოუწერეთ ამ ხელა ტექსტები რო არის ყველაფერი დალაგებული აქვს როგორ უნდა გითხრას ძალიან ხშირად. ეგ თეთრ თუ გინდა დაგირეკავ და განახებ ემატება ხო ხოლმე. არა უფ მანდრეები ხდება არიცია დაგირეკავ ცალკე მაფია. დაჟე რომ მიხვიდე ვერ გაიგებ ვერაფერს იმაბოს დავამთავრებ კაცი იმაში ქუჩაში რომ მეთქი ისა თქო რაღაცა ვკითხე რომ მეუთხარი იქნებ ეხა დალევას თავი დაანები ამ ხალხ კაცს მეთქი აწი რა გასწავლო მეთქი და იქნებ ცოტა მეთქი შეუსუსტო რომ ფეხებს ვეღარ ამოძრავებ და ეს ნერვები მე უფუჭდებათ რა და ვეღარ დგებიან მეთქი იქნებ ცოტა ხანი არ დალიოთ ხო და ცოტა ხანი გამოსეირნეო ერთი ბოთლი არაყი მიყიდე უმითხრა მეთქი კაი გადაარტყა ის სიგარეტს მოუყიდა ფანჯარას ჩაუწია და ბარი ვაიტი ჩამირთეო მითხრა და ჩაურთეს ბარი ვაიტი და ტირილი დაიწყო მიხდი რომ რაღაცას უკავშირდებოდა მეთქი თუ გინდა გამორთავ თქო შემცხვამე არა მამკაცმა თქვა ბარი ვაიტი მქონდაო ჩართულიო BMW მყავდაო შავი მაგარიო მაშინ არავის არ ყავდაო და ბარი ვაიტი მქონდაო ჩართულიო და დაბლა დავიხედე უნდა გადამერთო და ვაფშე უდანაშაულო კაც დავარტყიო და ისა რა გარდაიცვალაო და იმ დღის შემდეგ სვამს რა ანუ იმ დღის შემდეგ არ გამოფხიზლებულა საერთოდ იმიტომ რომ ზოგი ეგეთ რაღაცას ძალიან ადვილად იტანს ცოტა დაბალი ინტელექტის ადამიანი ბოდის ვიხდი შეიძლება უხეშად ვიძახი მაგრამ ისეთი ვინც ვერ გრძნობენ რა აი როგორ გითხრათ მაკენზი იძახდა რომ მამაცი ადამიანები არ არსებობენო ისინი უბრალოდ ხიფათს ვერ იაზრებენო რა ანუ ვერ ხვდებიანო ხიფათი რომ ემუქრებაო რა ხო და აი აქაც დაახლოებით ესე არის რომ აი სულ ერთი მომენტით ეხა თან მაგარი კაცი აი ესეთი რა ქვია ეს თბილისელები აქ ამ მუსიკოსი მაგარი აქ ცნობილი აი ყველა იცნობს რა მაგრამ ეხა სახე ისეა რომ ვეღარ ცნობს ვეღარავინ ხო ხდებით იმიტომ რომ იმ დღის შემდეგ ყველას ეგეთი პატარა რაღაცა აქვს რა რომელიც ეხა ხალხი ვიცი ეს რომ უკვე სასაცილოდ არ ეყოფა აი ჩემი ბრალიაო ეხა ძალით ყوار დამერტყიაო და მართლა საერთოდ არ ნერვულობენ აი ხალხი ვიცი რა და ვიღაცები აი ვერ გადაიტანენ ხოლმე და ვერ მოინელებენ ეგეთ რაღაცას რა და ანუ ამ სმის გამო რა თქმა უნდა დაკარგა მე ყველაფერი ოჯახიც ყველაფერი როცა და ესე დალევას ყოველდღე იწყებს ადამიანი ნელა ყველას და ყველაფერს კარგავს რა როგორც ნარკომანიაზეა ისეა ესე ხო აი კიდე როგორ შევადარო ხოლმე ეგორი არ ვიცი მაგრამ სასმელი იმენა განაჩენი არის აი არაყი უკვე ის რო იწყება ზაპოვის რო ეძახიან და თეთრი ცხელება და აი მაგას აი ვეღარ ანუ არასდროს აღარ დალევსო კაცი ეგეთი მე პირადად არ მინახია რა ხო თან ჩვენ საზოგადოებაში ხო რაღაცნაირად მე მგონია რომ სასმელი არის ლეგალური ნარკოტიკი როდესაც იყიდე ჩვეულებრივად ხელმისაწვდომია საერთოდ რაღაცები აკრძალული და საერთოდ სხვა რაღაცები დაშვებული ანუ რავი კავშირში არ არის საერთოდ რა ვიცი რა ეხა აი მე არცეც დიდათ არ ვემხრობი ეხა ის თავის ანგელოზად კი არ მომაქვს ქვეყნის ის რა ქვია
ქვეყნის რამემა გამოვლინდი. მაგრამ მე გულისხმობ, რომ სასმელი ესე ჯერ ბავშვებისთვის ისეთი ხელმისაწვდომია, ჩვეულებრივ. რომ აი სკოლაში ბავშვები როგორ სვამენ იცით? აი ეხლა ჩვენ ბავშვები განა მე ხაი მაშინ იყო თუ იყო ის ბანდიტობა სკოლაში, მაგრამ ესე ლოთობა მართლა არ მიდიოდა. აი ჩვენ ეხლა მე ბავშვებიც ეხლა იმიტომ ენდობიან ხოლმე, რომ უკვე იმდენი საიდუმლო მაქვს, რომ გული მისყდება, იმიტომ რომ ბავშვები, რომლებიც აი ესე მაგ მდგომარეობაში აი ბავშვების ნარკომანიაც რა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სტატისტიკა, მაგას ყურადღებას არავინ არ აქცევს. აი სკოლის ბავშვები აი ძალიან ბევრი არის მომხმარებელი, აი ესე ქუჩა რო იყიდება რაღაცაები თან დამალული და აი რაღაც აფლავებს ხრიან ხოლმე და რაღაცებს იღებ. აი ისე შეუმჩნევლად არის, რომ მაგაზე არავინ არ ლაპარაკობს, სახშიც არ იციან მშობლებმა. ეხლა ჩვენ აი 14 წლის ნარკომანი ბავშვი მინახავს, რომელიც 1 წელია უკვე იკეთებდა რა. რომ იქ მერე რაღაცას იმაშვებიან იქ იმან რაღაც პროგრამის ხმარება იცის ვიღაცამ ისა და როგორც თან წარმოუდგენელი ბავშვები ხოლმე აი ვიღაცის კი არა რომ გარეთ გაიზარდა და ქუჩაში აი როგორ გითხრათ რა ჩვეულებრივი ოჯახის ბავშვები რა დედა ყავს და მამა ყავს ისა მაგრამ აი ერთი ცუდი რაღაცა ის უნდა ხოლმე ცოტა წრეს მოწდეს ხოლმე და მერე კიდე კაი რომ რამდენიმეს ჩვენზე ეუბნება ხოლმე რომ ზოგი მართლა ვერც სახში იძახის თუდად როა რა ვერც ისა და მერე ჩვენთან ამდენჯერ ყოლია ხოლმე და ეხა ბავშვი როცა არის ადვილი არის რა ერთი მართლა უნდა შეეშინდეს ერთი მაგრად და მერე შენს უნდა უთხრა რა და თორე ქუჩის ამბები აი ჩემი ქუჩის ბავშვებიდან ძალიან ბევრი ვიცი ხოლმე ხა ჩემთან ბოშა ბავშვებს იმას ვასწავლიდი ხოლმე ქართულს და ინგლისურს წერა კითხვას იქ პატარა სკოლა გქონდა გახსოვს იქ სად ჩვენ გვაქვს მოხალისეების ცენტრი იმაზე რა ქვია ვაჟა-შაველაზე და გუთხრათ ბარე მაყურებელს რომ სად რა თუ რამე მომდა თავხელიძეს პირველ ნომერში არის მოხალისეების ცენტრი შავადკვირას ღია არის და ვისაც რამე გაქვთ შეგიძლიათ მოიტანოთ რაც აღარ გჭირდებათ და ვისაც თუ რამე არ გაქვთ შეგიძლიათ მოხვიდეთ და წაიგოთ ანუ ვისაც ტანსაცმელიან საჭმელიან ყველაფერი ხო არ ჭირდება ვიღაცას უბრალოდ მოგ და იქ ტოვებს ხოლმე რა და იქ მე ხა მე უკვე აი ქუჩაში თუ ვინმე ცოტა ხანი მაინც ცხოვრია ყველა ვიცი საერთოდ რა აი ოღონდ ჩვენ მარტო ცოდნა კი არ გვჭირდება რომ ამას ვახოქვია კი არ არის ხო რატო დაემართა ესე მშობლები თუ ყავს ისინი ისტორია იცი ხო ხო თორე გვატყუებენ ანერეთ გვატყუებენ ძირითადად აი იმაში კაზინომ და ტოტალიზატორმა შეჭავ ისინი მაგიტო არ ვარ მომხრე სოციალურ დახმარებას რო არიგებენ აი როგორ შეიძლება ოჯახს დაუნიშნო თვეში 50 ლარი ანუ აი ეხა ამაზე ვითომ რომ გავიცინე მე ცუდი კაცი გამოვალ რომ შენ რა 50 ლარი ფული არ გგონია რა თქმა უნდა არ მგონია 5 წევრიან ოჯახში ერთ თვეში 50 ლარი ანუ მართლა ფულს ეძახეს ვინმე თუ რა ვიცი იმათვის მაინც რაღაცას ნიშნავს აი დებილური თქმა არის ბოდის ვიხდი იმიტომ რომ რას ქვია რამეს ნიშნავს ეგენი დააჩვიეს პირიქით რომ სამსახურს კი ვერ დააწყებინებს ზოგს რომ სოციალურს მომიხსნიან გავიგე ეხლა კიდე დაუშვეს რა რომ მუშაობა შეიძლება ოღონდ კიდე მანდ რაღაცა პირობები არის საერთოდაც თუ რამე ფულ შეულობენ ამ ქვეყანაში სულ ყველას აი სოციალურად დაუცველისგან და საწყლისგან რა ეხლა ამის წინ ხალს საერთოდ მარტო ხელა არის და ფეხი მოკვეთეს და პირდაპირ წაიყვანეს და დააწვინეს მეზობელს რო არ დაერეკა მასავე დამხდებოდა მიცვალებული მართლა ვიძახი წაიყვანეს და დააწვინეს სახში იყვანეს და დააწვინეს ანუ უფეხო ქალი რომელიც ანუ ვერც ანუ წყლამდე ხომ მაინც უნდა მივიდეს რომ წყალი დალიოს რა ანუ არავინ მაგაზე არ ფიქრობს რომ აი რაღაცა იქნება ესეთ ხალხს მიაქციო ბევრი კი არ არის ეხა ქუჩაში ვინც ყავს ვისაც ვუვლით აი გეტყვით არავის რო არ ეძინოს ქუჩაში საჭირო არის 200,000 და არავის არ ეძინება ქუჩაში საერთოდ არავის ეს 2000 აი ეს თანხარას გულისხმობს რომ გავუკეთებთ მე როგორც ვაკეთებ ყიდულობ ხოლმე იმას საცხოვრებელ კონტეინერს შიგნით არის მაგიდას გარეთ რო არ ეძინოს უბრალოდ მაგას ვიძახი თორე თავშესაფარი ცირო საერთოდ არ გვაქვს არ გვაქვს
ხო, აი, ანუ როგორ შეიძლება რომ აი ამ რა ვიცი, ამდენი ლომბარდი იყოს და რა ქვია, აი რაღაცა კი არაფერს ვერ ნებისმიერი რაღაცა რა ვიცი რა. ამდენი დრაივი იყოს და როგორ შეიძლება რომ თავშესაფარი არ გქონდეს ავადმყოფების რა. იცი რა არის, აი ესე რომ შეხედო რა, ეხლა შე რო ყვები, ჩემი თვალითაც კი, რომელიც არ ვიცი ჩვეულებრივად ქუჩაში დავდივარ, მოძრაობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ანუ ჩვეულებრივად გარეუბნებშიც ყველგან, ჩემი თვალისთვის ეგ ადამიანები ესე დასანახი არ არის. ხო. ოღონდ მე თან მეთქით არ უყურებთ და არა, იცით როგორ ამხადა მაგას ვამბობ, როგორი ადამიანი ვარ, იცი რომ ყველაფერს ვაკვირდები და ყველაფერს უყურებ, არ ვარ. უბრალოდ თითქოს აი ჩემი შეგრძნება, აი მაგალითად ყოფილვარ ევროპაში, ხო, ყოფილვარ ამერიკაში, სადაც ეს ქუჩაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ძალიან მაღალია რა. ხო, ანუ თითქოს საქართველოში ესე არ არის, ანუ შენ რასაც ყვები, ეხა ბევრი ადამიანისთვის შეიძლება იყოს სიურპრიზი, მივხვდი რატომ ამბობ, ვინ შენ მოყვება სოციალურ ქსელებში და გიყურებს და როდებ პოსტებს კი ბატონო მათთვის ეს ყველაფერი შეიძლება ნაცნობი იყოს, მაგრამ აი ესე რომ პრობლემაა რომ ადამიანები ქუჩაში ცხოვრობენ, ეს თითქოს გაჟღერებული არ არის, მაგას ვიძახი. მივხვდი არ არის მისული ინფორმაცია ხალხამდე. პრობლემა არის რომ ვიღაცა დაავალდებულონ, არ ვიცი რა, აი ათასნაირი გზა არის, მე ხა პოლიტიკის დიდი არაფერი გამეგება და რა ქვია დიდად ქვეყანაში დაგეგმვის დიდი ნიჭი არ მაქვს რა უნდა ხდებოდეს, მაგრამ რაღაცა ფორმით უნდა მოხდეს ისე რომ ქუჩაში რომ ადამიანი ცუდად გახდება, ნებისმიერ შემთხვევაში წაიყვანონ საავადმყოფოში. ხო, რა თქმა უნდა. ანუ მიიყვანონ იქამდე, ხო დაინახავენ რომ ტალკის სიტყვაზე, კაი, ლოთია და კაი, ფულს არ იხდის, ხო? უბრალოდ ასზე მაინც მოიყვანონ და ისე მაინც სასწრაფოს არ მიყავს, რას ქვია. ხო. აი ხა იმობავს რომ ვიყოლოდი იმათ, აი საშინელ დღეს ჩავაგდებდი იმაზე ქავთარაძეზე. კაცი იჯდა იმაში სავარძელში, რა ვერ მოძრაობდა, გადმოვარდა, თავი დაარტყა და გამოიძახეს, ეხლა მაგის ვიდეო მაქვს და ჩვენები იყვნენ მისული. გამოიძახეს და ეუბნებიან რომ თავი ჰქონდა გადახსნილი, კაცო წაიყვანა, არ წაიყვანეს და გარდაიცვალა. აი მართლა ეხლა მოგონი ან რამეში მაინც მაწყობდეს ეხლა ამდენი დებილობის მოყოლა, ხო? აი რაღაცა, აი რა ვიცი, ან ის ვიყო, ანუ პარტიული ვიყო, ან რაღაცაში მაწყობდეს, ხო? ვაფშე არაფერში. ნახც რომ იძახი, რაშიც მაყუთი არ კეთდება ბოდიში ჟარგონზე. არავინ ყურადღებას არ აქცევს რა. ეხლა რო თქვა რომ ქუჩაში შენ ერთი უპოვარიო ნახეო ვინმე რომელსაც სახლი არ აქვსო და ჯილდოა 500 ლარიო შენ ნახე რა აბავი 100 ლარი 500 არ გატყდება ერთი ამბავი. დასწრებაზე იქნება, იმიტომ რომ ტყუილა არ აინტერესებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი დიდად ბედნიერი ქვეყანა არ გვაქვს და ყოველას თავის პრობლემა აქვს რა. ეხლა ტანსაცმელი რო აცვია ადამიანს და საჭმელს ოჭამს, იმას არ ნიშნავს რომ ბედნიერია და კარგად ცხოვრობს. ეგ ჩვენ გავიზარდეთ ისეთ ქვეყანაში რომ ეგ უკვე კარგად ყოფნა გონია, ხო? რომ რაღაც საჭმელი არ გშია, ესერიო ფაშისტები არიანო, დიდრები არიან. ხო, გაითანხმები. შენ ახლა რამდენი წლის ხარ თუ შეიძლება რომ მე ვარ 38-ის. აი 39-ის გავხდი ცოტა ხნის წინ და გილოცავ. აი რა იყო ის რამაც აი ესეთ რაღაცას ხელი მოგაკიდებინა რომ იხსენე. არის მე ვალდებულებას ისე იღებ რომ არა სუ პირველად მაინტერესებს. აი ეგრე არ ვიცი, აი იმიტომ რომ ბევრი იყავით ხოლმე ხა ბავშვები ვიღაცებს ხან რაღაცას. ანუ სულ პატარაობიდან ხო? ხო რა, ეხა მერეც ეხა სტუდენტი ვიყავ, ესე კი არ დავდიოდი ქუჩაში მაინც და მაინც ესე, მაგრამ ეხა რო ვიცი რომ მელოდებიან ვერ ვღალატობ რა, ხო ხდებით რომ მე რო არ მივიდე, ერთ პატარა იმედი რომ მქონდეს რომ ვინმე მივა მართლა არ მივალ გეფიცები რა. იმიტომ რომ ვიცი რომ რამდენი დღეს არ მივალ, იმდენი დღე იქნება მშიერი რა. და ეხა ესე ვერ წამოწვევი რა, ეს თან რამე იმაში კი არ ეს კაცობაში და მაგარ ტიპობაში კი არ ითვლება. რამე გული თუ გაქვს და რამე ის თუ გაქვს ნამუსი თუ გაქვს სადღაც რო იცი რომ შიერი იძინებს ადამიანი, ეხა შენ აქ არ უნდა გამოიხე იმით რა ქვია. ქაბაბით და იმით. აჭამე იმას და მე რაც კი გაიშ. არა მე აი რა იყო აი ეს იდეაში ხო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს აღებული შენ თავზე ხო? ამოდენი ადამიანის როგორი პასუხისმგებლობა არის? არავინ პასუხს არ მოგთხოვს მაგაზე რა, მარტო პირად ნამუსზე არის ეს ყველაფერი. მაგას გულისხმობ ხოლმე და მხოლოდ. თორე აი გონია ვინმე ეხა რო თქვა რომ თუნდაც გავხდი წავედი მე თქვენი თავი აღარ მაგთქო.
ერთი კაცი არ გამომტყუნებს, ვინმე კი არ რა მეტყვი. თქმა უნდა, მაგრამ შენ გინდა თუ თავთან რაიმეს პასუხისგებლობას არა, გულისხმობ. იქ ყოვიცი იქ ჟანა იქ ტირის, იქ ელზა იქ ტირის, იქ მელეკი იქ ტირის, იქ ისე ველოდება ღამე და არ ეკავს. ეხავე გამოდი ამ სატანების არხზე გადამერთო, რავი რომელზე იწა. უნდა გავიდე და გადავურთო, იმიტომ რომ არავინ არ ვივა და დილამდე ხალი უნდა გასკდეს ნერვიულო. მაგრამ მაინც კითხავ, აი რა არის შენში ეგეთი რამაც აი არ დაგაყენა და გადაწყვიტე რომ აი ამ ხელა პასუხისგებლობა აგეღო შენ თავთან ისე. მე მგონია რომ უბრალოდ პასუხისგებლობის გრძნობა შევა მაგას რა, მაგა გააკეთა და მე როდისღაც უკან დასახევი გზა არ არის და არც გინდა ვინ რაღაც კი არ ვიტანჯები არა რო არ მსიამოვნებდეს ვინ რაღაცა ის კი არ არის მართლა. საერთოდ ისედაც თავისთვის აკეთებს ადამიანი, მე რომ შვიდად ვიყო, ალბათ მაგისთვის უფრო იმაშვები რა ქვია რა. შენ თავს უკეთებ ამას, მაგას ამბობ, რომ რაღაცას ამითი ივსებ, თუ აი რა არის? მინიმუმ ნამუს მაინც ვიწმენ და ვიცი რომ რაც შემეძლო გავაკეთე რა. თორე სხვა რა ვიცი რა უნდა მოიგო ამ საქმიდან ნერვი არც აღარ აქვს. კითხობას აღეზე რომ ძალიან დაღლილი ხარ ხო? არა, დაღლილობაზეც არ არის, აი ამდენი ამბავი მე რომ გროვდება. ეხლა ვიღაცებს აი მაგალითად, რა ვიცი, კინოს განხმოვანებლებს კინოები ახსოვთ და თავში უტრიალებთ. და თქვენ ალბათ თქვენი ისენი გადაცემა პოდკასტის ხო, რაღაცა ყოველს თავისი ის აქვს და მე შენ ეხლა უცებ ხვდები რომ აი სუდებილობები გაქვს თავში რა. აი ოღონდ კაი რაღაცები აღარ ხდება აი რა. იძულებული ხარ რომ ესე ისტერიკით იცი რომ ზოგჯერ და მე აი მივეშვით ისეთ რაღაცებზე ვიცინით ხოლმე რომ აი მე მაგრა შემწყვეტია. საერთოდ რომანსებს ვიგებ. ასე ვიცინით თქო, მაგრამ ეხლა გასულთლად გააფრენ ეხლა სულ რო არ გაიცინო. ხო რა, იმიტომ რომ ჩვენც ისენი გვაქვს ხოლმე რა, ჩვენი რაღაცები. აი პირველად რომ ძალიან როგორ თქვა, დიდ ისეთ ამბავს შეესწარი, ადამიანს შეხვდი, რომელიც აი რაღაც ცუდად მომბეხამრა, გაუბედურებული იყო, ხო, თუნდაც არ ვიცი, ლოთობისგან, გაჭირობისგან, იმისგან, აი შენში თუ გახსოვს რა იყო, აი რა შეგრძნება ქონდა, რომ რატომ მივიდა მაგა? აი რო ლაპარაკობენ ხოლმე ხალალად კეთვით რაღაცას. აი რო ლაპარაკობენ ხოლმე რომ ჩემში გარდატეხა მოხდა. ხო. ერთ დღესაც ფასეულობები ეგეთ არაფერი არ მესმის. არა კონკრეტულად რა შვებია რომ მაგ დროს ვერ ხდება. ანუ რა ყდიუთენდება და ღამდება და ერთ დღეს სხვანაირად ხდება რაღაც, მერე ისევ სხვა რაღაც ხდება, იმ წამს ის გადაწყვეტილება გიწევს, იმ წამს ისე შეიძლება გინდოდეს, მაგრამ არ გამოდიოდეს, 1000-ნაირი ვარიანტია. ესე დამარტყა არ არის რა, აი ვერ ხვდები ეგეთ ამბებს. აი ხო ამბობენ ხოლმე რომ იცი რა, მე მჯერა უფრო ეტაპების ადამიანის ცხოვრებაში რა. რომ ზოგჯერ რაღაცა აი ხო ქონია რომ მაგალითად სერიალებს უყურებდი ერთი თვე გამმულად. მერე საერთოდ რატო არ უყურებდი ეხა ხო თუ მოგეწონა და კაია რატო არ გააგრძელე? ანუ იმას ეტაპი მქონდა თავისი მორჩა იქ რა. აი ეს რა ქვია 5 წლის შემდეგ შეყვარებულების შერიგება ხოშტერობა. ანუ ის იქ მორჩა იქ ეტაპი იქ გაიარა იქ. ანუ სადღაც გაგიგია რომ რა ქვია 12 წლის შემდეგ ისევ ბედნიერები არიან. სხვათა შორის კი. ხო და აი რა მილიონში ერთი ეგ მაგალითად თუ იტყვით ორი ანუ 10-დან 9 ეგრე ხო არ ხდება. ხო და მაგას ვამბობ რომ მაგის უფრო მჯერა ვიდრე იმის რომ დილას ადგე და აი რა ქვია. აი ორშაბათ სიგარეტს ვაგდებს პონტიანი რა. ხო. იმიტომ რომ თუ აგდებ ორშაბათი ათუდა. ეხავე გადავა. იმიტომ რომ რაღაცით როდისღაც შეიძლება თავისით აღარ მოგინდეს ის მოწევა და თავისით აღარ მოწიო ვიდრე ის რომ საკუთარ თავს დააძალო, მოდი ეხა აი საკუთარ თავს ძალადობას ვერ ვიტან მე რა, აი რა თქმა უნდა ვერ ცხებზე, მაგრამ შენ თავზე ვერ ვიტან, აი რა თქმა უნდა სხვის ცხოვრება რა ჩემი საქმეა, მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ. ვერ ვიქნები მაგალითად დიეტაზე ცხოვრებაში, ანუ აი მაგით ნერვის მოშლა გავმაკლია. აი რაღაცა მოწევითაც სხვას კი არ მოუწოდებ, ნუ მოწევთ, მაგრამ მე მიყვარს და იმიტომ ვეწევი, განა იმიტომ რომ ვერ ვანებებ თავს და ვიტანჯები მაგისგან, როცა არ მომეწონება, უბრალოდ არ მოვწევ. მესმის. აი ქონია მომენტი, როცა გითხოვს, რომ აღარ შემელია.
ამის კეთება. ყოველ დღე. ყოველ დღე, ხო? და რა, ანუ უბრალოდ ადამიანები რო გელოდებიან ის არა ისე იჭიმები, რომ აი ნერვები ისე მიეწყობა ზოგჯერ რაღაცეები, რომ აი რავი რა როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ანუ ესეც ჩვეულებრივად ჩვენს რაღაცა გარობოტებულებიც გავხდით რა, იმიტომ რომ რაღაცას რო დავინახავთ წინასწარ ვიცი ხოლმე უკვე რაღაცეები, აი ჯერ აი შერლოკ ჰოლმსებით დეტალებით მიხვედრას მივეჩვიეთ ყველაფერზე ადამიანის. ვითომ ხო თან ძალიან დავბრძანდით და ვეღარ გვატყუებენ და აი ისე გაგვიქნებენ ხოლმე როგორც არაფერი. მართლა ჯერ კიდევ, ხო? იმიტომ რომ აი თქვენც ადამიანები თან ეგეთიც არ მინდა რომ გავხდე ესე ეჭვით უყურო ვიღაცებს რატო უნდა გავხდე ეგეთი არ რომ თხილად იყავი რომ გეუნებიან რატო უნდა ვიყო თხილად რა არ მინდა რომ ეგეთი ადამიანი ვიყო რომ ეჭვით უყურო ყველას რა უბრალოდ გამომძიებელი ხო არ ვარ რა მინდა რომ ყვილავენდო ვიღაცას თუნდაც მაკინოს მერე რა უჭირს რა აი სანმეს ყველა შორის მაგაზე მქონდა ამას წინათ საუბარი ერთ ადამიანთან რომ შენ ისე უყურებო რა რაღაცნაირად რა და მეთქი მე როგორც ჯიც ვარ ისე ვუყურებ ან მე რომ არ ანუ მე მინდა რომ არ მოვიტყუო და ისიც არ მომატყუებს რა ჩემთვის სამყარო ეგრე ლაგდება თქო რა მაგას პატარაზე გონებაში კი გჭამს მაგრამ იმის აყოლა არ გინდა რა რომ ეგეთი იყო რა და უნდა იყო გულწრფელი და გულღია ხო უნდა იყო გულიანად ხო უნდა გაიცინო ისე ხო არ გაიცინებ რომ თან ესე იყურო რომ რა ვქვია რა მოყვება ამს იცი გინდა რომ უბრალოდ გადაიხარხარო ხანდოსეო რა შენთვის რა არის სიკეთე ვაიმე ჩემთვის უკითხავთ ხოლმე და მე პირველად რომ მკითხეს ვერაფერი ვერ მოვიფიქრებ ხო და მე ვიფიქრე რომ აუცილებლად ამ კითხოს კიდე სადმე დამისვამენ თქო რა ეს მე ვარ ხო არა ბანავდეთ რა ნიუჯერ დავისვეს და აი მთელი ღამე ვიფიქრე და ისე ვერაფერი ვერ მოვიფიქრე იმიტომ რომ ჩემს ვერ მოფიქრებაზე არ არის კონკრეტული ერთი პასუხი არ აქვს ჯერ ერთი ვირას ეძახის სიკეთეს ხო შენ რას ეძახ პირადად მე რას ვეძახი ხო აი ვერ აი როგორ გითხრათ რა კაი ბოროტებას რას ეძახი მაშინ ეგ მითხარ სიდამპლეს ხო ანუ შენთვის ბოროტება სიდამპლე არის სიდამპლეს რასაც იცი როგორ არის ზუსტად გამოწერილი რეცეპტი მაგასაც არ აქვს იმიტომ რომ დედამიწის არსებობის ისტორიაში მილიარდი შემთხვევა ყოფილა ბოროტების სახით რომელიც შემდეგ სიკეთეს გამომდგარა და პირიქით უფრო ხშირ შემთხვევაში სიკეთით მოჩვენება რომლის უკანაც საშინელი ბოროტება დგას მარა შენთვის ხო არის აი რაღაც არ ვიცი ჩემთვის ბოროტება არის მაგალითად რო ადამიანს უსურვებ რაღაც ცუდს რო გინდა რომ მოკვდეს მაგალითად ეგ ჩემთვის ბოროტებაა ხო მივხვდი ან რაღაც გინდა რომ ცუდად იყოს აი რაღაც აი არ ვიცი ნებისმიერ რაც არ უნდა მე ვამბობ ხოლმე რაც არ უნდა ჩემი მტერი იყოს თუ იცი ჯალათისთვის რა არის ბოროტება არ ვიცი რო აღარ საიდან უნდა იცოდე ანუ ხო გულისხმობ იმას ისე ყოველდღიური საქმეა გამხდარი ის რომ თავები აჭრას ვიღაცას რომ ეგ ანუ მაგას თulis როგორც აი რაღაცა სპარში მუშაობს თუ რაღაცა ხო სამსახურია ბოროტებას თulis აი green mile რო არის იქ არის რა კარგად რა ანუ როგორ შეიძლება ანუ ის ციხის უფროსი თავ როგორ შეიძლება კეთილი და კარგი ადამიანი ციხის უფროსი გახდეს ხო შანსი არ არის იქაც რო კიდე განსხვავება არის ვინ უფროზე არის მე ვინ უფრო მეც ხარისხებზე უფრო მეც გააფუჭებს რომ იმ ვინ ცოტა დააშავა იმანაც რომ იმ წამსო ხელი შეაწმინდოს და თვითონ სუფთა გამოვიდეს ვითომ მაინც საკუთარ თავთან ლაპარაკი და საკუთარი თავის უნდა შერწყოს ადამიანს აი ღმერთს რო ეძახიან ხო ღმერთს კი არ დაემალო სადმე და ღმერთს კი არ უნდა იმასქნა აი ეკლესიის უკან რო გადიან ხოლმე და კედელთან რო ეწევიან ეგ პონტია რომ აი რა ქვია ვეღარ ხედავს ხო ანუ შენი ნამუსი თუ არ გაღვიძებს აი ნოდარ დუმბაძე რო ამბობდა შოულის წარღვი თუ არ გაწყვეტილი ისევ ერთს ღმერთი გაგაკავებს და საერთოდ ვერავინ რა უნდა აღიკრძალოს რელიგია მეგეთი ხარ უარქნა ჯერ ერთი რელიგიის სახელით რო დანაშაული ხდება მაგდენი რა ხდება ხო და ანუ რელიგიამ როგორც გინდა აგიკრძალოს ან დაგიწესოს რაღაცა
შენ თუ შენ სულთან მართალი არ ხარ, აი არაფერი არ გამოგივა, შანსი არ. ან ერთხელ თუ გაუყრუე, აი ეგ არის, მაშინ მაგას დავარქვათ, აი ეს გარდატეხის რაღაცა რა. ერთხელ თუ გაუყრუე რას? შენ ვაროტებას, შენ როცა ცუდად მოიქცევი და თუ გარგა თქვი რომ მიდი კაცო რა, ხო? ერთხელ სხვები მაგის მეც რას აკეთებენ არა და თუ მართლა ოდისმე განვისჯებით, მე მგონია რომ ჩვენი სინდისის მიხედვით განვისჯებით, ანუ შენი შესაძლებლობების და ჩემი შესაძლებლობების მიხედვით, იმიტომ რომ წეღა როგორც თქვი, შენ ისეთი არ ხარ და ძალით ხო არის ამ რა? ეგეთი არ ხარ და როგორიც ხარ, აი რა ხო იცი ვიღაცა, რომელიც 5 ჯერ ცუდად მოგცევია ცხოვრებაში. ანუ მეექვსეთ რომ მოგიქცევა, კიდე რო გიკვირს, ხო სასაცილოა. ანუ ის ეგეთი არის და ეგ კარგად რომ მოიქცეს, ის უნდა გაგიკვირდეს თორე. და შენ ხარ შტერი რომ მე-6 ჯერაც. ო, იმაში ცუდად გიქცევ. იმაში არის 12 მაიმუნში არ არის. ხო. იმას რო ურტყამენ ბრედ პიტს და ანუ გიჟი ვარო და გიჟივით ვიქცევი და მაგიტო რატომ ცემდოი რა. აბა როგორ მოიქცევ, არ მაგისტრის არ ჩამსვით აქო რომ გიჟი ვარო. ხო და ვიქცევი გიჟივით თქო კიდე ცემდოი. სუსტად. თორე ერთადერთხელ არავინ არაფერს არ აშავებს, მით უმეტეს მძიმე დანაშაულს, იმიტომ რომ ან ეგეთი ხარ, ან მოკლედ გამკეთებელი ხარ, ან არ ხარ რა. ხო. თუ გააკეთებ გამკეთებელი ხარ, თუ არ გააკეთებ არ ხარ რა. დავშო. აი ზუსტად. ანუ გარემოებები არ არსებობს, რომელიც გაკეთებინებს რაღაცა შენი აზრით? როგორ არ არსებობს? თუ ისედაც არის ეგეთი თეორია, რომ თუ გააკეთე გამკეთებელი ხარ, თუ არ ხარ ვერ გააკეთე. ხო და აი, ნახე, არის ეგეთი რაღაცას წამიკითხავს, რომ თუ შენში არ დევს ის რაღაც, რაც არ უნდა გარემოება შეგექმნასო, ვერ იძავო მაგას. და გარემოება უბრალოდ პროვოცირებას აკეთებს, რომ ის შენში ისედაც იყო და გარემოება პროვოცირება გააკეთა, რომ ის ზემოთ ამოსულიყო. არსებობს, იცი როგორ ომში როგორაა, იცი? ომში ყველა მამაცი ვერ იქნება, ეხლა ჯარისკაცი ხო ეგრეა რა, ნახევარზე მეც უზომოდ ეშინია რა, რაც ხდება, ეხლა მეც ყოფილ ვარ და პირველად რომ ბომბი ჩამოვარდა და გასკდა, ანუ ვერ მივხვდი, კიდე კაი ვერ აღვიქვი და ისე ძალიან არ შემეშინდა როგორც ყვევს რა, ანუ მაგის ხარჯზე არ შემეშინდა, რომ მეთქი აი პროსტა ეხავე აგვაფეთქებენ აქვე სულ ყველას რა. მაგას კი ფიქრობ რა, რომ შიშარა ხარ, მაგრამ ის ხო მაინც იბრძვის, ის ხო თავისით კაც არასდროს არ მოკლავდა ცხოვრებაში, იმას შეუქმნეს პირობა, რომ თავი გადაირჩინოს და სხვა მოკლას, ხო ომში. ის ხო მკვლელი არ არის არა სინამდვილეში, მაგრამ როგორ არ არის? იმიტომ რომ ციხეში ჩაავჯდებიო ტიპმა და არავის არ ესვრიო და ტაე ტრიბუნალს ჩაბარდა და გაასამართლეს 10 წელი მიწა. ანუ ეგეთი არ არის ადამიანი, რის გულისთვის ციხეში ხო არ გადავდი. ანუ უბრალოდ მკვლელი არ არის და მაგით არ შეუძლია. იმიტომ რომ ჩვენ ხო ომი ხო ხდება სახელმწიფოს ქვეყნის დაცვის სახელით, ხო? მაგრამ რეალურად რომ გააშიშლო ეს იდეოლოგია რომ მოაშორო, ჩვეულებრივი მკვლელობაა. ადამიანები ყავენ ადამიანებს. არა, ესე სათითაოდ თუ აიღებ რაღაცებს, რა თქმა უნდა, გაჭველის ჭამოწყლელობა, ხელის აკნევას მკვლელობა. არა, აი რო გააშიშლო, მიხვდი რას ვამბობ, უბრალოდ იდეოლოგია. ეს უხეშად თუ ვიტყვით, კი ბატონო, ეგრე არის, მაგრამ ის ეხა შენ სამშობლოზე არ არის აქვე, ის მოდის შენ შვილებს ემუქრება, შენ ოჯახს ემუქრება, შენ ქალებს ემუქრება და ასე შემდეგ და მაგისტვის ხარ, ხო, რომ სანამ მოვლენ შენ დახვდა ეხა იქ სადაც არის რა. ხო. თორე იქ აი თან რანაირი ბიჭები იყვნენ, ღმერთო ჩემო, იქ ცხინვალისკენ რომ წაგვიყვანეს ვიღაცები რეზერვისტები იყო. აგვისტოს ომს გულის ხო, ხო ალბათ. ხო, ნეთის ომს. ხო, და აი ისეთი ბიჭები რომ აი ვინ კაცი მოკლა რა რო აი რავი რა აი რავი ჩვეულებრივი ჩვენარი აი ისეთი ხალხი. აი იქ ეხა უწევს რომ უნდა აიღოს უცებრო იმოსქენით რა ქვია. აღვიქვით ყველამ რო ეხა ვიღაცები მოდიან და იმოდ რა დაუშინო აი ვაფშე არავით არ ახლა არ იყო. იმიტომ რომ იქ რას ისე ეხა მოდიან თან რა. თორე ნამდვილად ინსტინქტი გერთვება უბრალოდ რომელიც თავის გადარჩენაზე მუშაობს და იღებს ის იმიარავს. ყველობა მაინც ისეთი რამე არის რომ აი გინდა რელიგიის მხრიდან, გინდა ფიზიკური პროცესების მხრიდან, გინდა ქიმიური და ასე შემდეგ ადამიანში მკვლელი დევს, იმიტომ რომ
ჩვენ მკვლელობას აღვიქვამთ მარტო ჩვენი ნაირი არსების მკვლელობის დროს, ანუ ადამიანის დროს, თორე რა ვიცი, ჯერთი ხეები საერთოდ უსულოდ გვასწავლეს სკოლაში, რატო გვასწავლეს ვერ მივხვდი. იმიტომ რომ მე მჯერა რომ რასაც დასაწყისი აქვს, განვითარება აქვს და დასასრული აქვს, ყველაფერი ცოცხალია. უბრალოდ ისე არის ჩაბმული ერთმანეთში სიცოცხლის და სიკვდილის ჯაჭვი, რომ უერთმანეთოდ ერთ-ერთი ვერ იარსებებს და მაგიტომ ჯერა გარდაცვალების და არა პროსტა ესეც კაპდა გათიშვის. იმიტომ რომ ესე რაღაცა ბევრი რაღაცა ტრიალებს და კიდე რაღაცა ჩემი აზრები მაქვს, რომელსაც არ გავამხელი, ცოტა რაღაცა მერე იტყვი, რომ ამან ცოტა მიადგა. არა, ეს ის პოდკასტია, სადაც მაგას არ იტყვი. მე ძალიან ახლოს ვარ შენთან მაგ ამბავში, იმიტომ რომ მე მაგალითად ვარ ვეგეტარიანელი, ანუ ცხოვრებაში არავის არ მომიწოდებია ვეგეტარიანელი გახდეთ მეთქი, უბრალოდ ჩემი ისტორიას მოყვები, როდის მოხდა რა, აი როდის აღვიქვი სხვა არსებად ცოცხლად. 15-ის ვიყავი, 14-ის ვიყავი, მახსოვს ეს მაქედან მოყოლებული ვარ, არ მიჭამია ხორცი ესე ვთქვათ და მახსოვს რომ ესე რა ქვია, საზაფხულო სახლზე დაჩას რო ეძახიან, მანდ მამა ჩემს აჩუქეს ქათმები. და ეს ქათმები მოგვიყვანეს რა და ჩვენ არის დაკლა გვინდა არც არაფერი და ჩვეულებრივად ეს ქათმები დაიარებიან ეზოში რა და წავიდა წვიმა და დედაჩემ ამითხრა რომ გეხვეწები აიყვანეო და შეიყვანეო მაშინ სადმეო დააბინავეო რომ დასოლდებიანო და ცოდოები არიანო და პირველად რო ავიყვანე ხელში ქათამი და ეხლა ვიღაცა საბოთ გაეცემა, მაგრამ ვიგდენი გულისცემა. ბავშვობაში ალბათ გაკეთებული, მაგრამ გულისცემა ვიგდე. ხო, და ბილი იყო თან და მან აი გონებაში უცებ გადამეკეტა, რომ ამას ვჭამ? ხო. აი პირველი ფიქრი ეგ იყო, რომ ამას ვჭამ? და ვშო, მან უკვე აი აბსოლუტური ის დაიწყო, რომ რა ხდება, აი ხო იცი პირველი რაღაც რომ მოხდება, რომ დაფიქრდე რა. ხო, მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს, რომ შენ მკვლელობის გარეშე ცხოვრობ, არა? მაგას ხო ერთად ვერ წავუყო. შენ უბრალოდ შენებურად აღიქვი და არ გინდა რომ შენი სიამოვნებისთვის რაღაცა გამოიყენო ისა მკვდარი. ხო ხდები. აი მე მაგალითად როგორ ვფიქრობ, იცი რომ არასოდეს არაფერი არ მომიკლავს ჩემინებით, რომ აი ანუ იმას არ გულისხმობ, 3 წლის რო ვიყავი და რაღაცა ბუზი ბოკალი მაგას. ხო. აი ჩემით ეხაცა, აი ყოღოც რანაირად არ უკმენია ხოლმე, მაგრამ არ კლავ ხოლმე, იმიტომ რომ ის ყოღოს თავის საჭვალზეა გამოსული. ანუ ესე არ მინდა ხოლმე ლაპარაკი ხმა რას ვფიქრობ. მე მინდა რომ ისაუბრო. მე აი რაღაცა ის სექტანტი გამოდივა. არა, ეს არის ეგეთი პოდკასტი. აი, ხტები, მაგის თქმა არ მინდა, თორე ვერ ვიტან ამ მკვლელობას რომ რაღაცა მოკლა, მაგრამ თუ კი უკვე მკვდარი არის, მეც თანახმაო როცა უკდებით გამინაწილონ და შევჭამონ, იმიტომ რომ ანუ თქვა ხორცს რო ჭამი, იმიტომ რომ უკვე მკვდარია, ეს არა უშავ. რომ მაგით შეიძლება შენ თუ არ შეჭამ, არც არავინ დაკლავს მე იმას და ასე შემდეგ. იქამდე ბოლომდე ვარ ჩასული. ხო. მაგრამ თუ კი მოცემულობა გვაქვს ისეთი გარსემო ისედაც ყველაფერი მკვდარი მაქვს რა, ისედაც იმისთვის გასაგებია რომ იმისთვის რომ მე ვიყიდო და შევჭამო რა. მაგ შემთხვევაში თანახმო ვარ თქომეც რომ დავფიქრდი, ანუ შემჭამონ რა პრობლემა არის, ჯერთ ისე შეჭამენ. ხო და მეორე, აი მე უფრო ეგრე დავფიქრდი, იმიტომ რომ აი ესეთი დამოკიდებულება მეც აი რამდენჯერ რა, აი დავფიქრებული ვარ ხოლმე და ჭაბამ იმიტოვებია ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც მაგრამ ჩვენ მე მაინც 90-იანების ბავშვი ვარ და დამაჩვიეს რომ უახლოესი საჭველი შევჭამო, იმიტომ რომ შეიძლება მე აღარ იყოს ეგეთი შანსი. გაქვს ეხაც ეგისა? რაღაცები ხო ჩავგრჩა, მაგალითად სწრაფად ჭამა. სწრაფად ჭამა. ხო, რომ აი გონია რომ აღარ იქნება რა, თუ რაღაცა რა და აი ცოტა იქნება. კაფად აი ხო შეიძლება ხალხი ზის და აგემონებს და გულია და ჭავს. აი მიახედო ვინმე აი ჩვენ ვართ კიდე დაჩეული იმას რომ გიყურებენ ვერ ჭამდი ხოლმე დაჩეული ვიყავი რა იმიტომ რომ ბავშვობაში სტუმრებთან ერთად ვინ გამოგვაჩენდა მაგიდასთან და ხო და უდა წაგეღო და სადეო და გეჭამა ისაჭველი რა და ეხაც ისე ვართ ხოლმე რომ აი რამდენჯერ ესე თავიც გამომიჭერია და სხვაებიც რომ აი თითქოს ესე იპარავდა ესე ჭამრავა რა ქვია ეს ხომერ დაგინახეს ხო რა დევს მაგრამ აი ვინმე კი არა მაგრამ მაინც გინდა რომ მიახედო
ანუ მაინც შეჭა, მაგრამ სასურველია თუ მიახედებ. აი ესეთ რაღაცეებს ვარ და ეხაც აუ ისე ბავშვობის მაგარი რაღაცა. სულ ეხა დედაჩემს ვეკითხებოდი ამის წინ რატო არ გვაჭმევდნენ ნაჯუქარ კამფეტს რა? ძალიან კარგი კითხვა. ანუ ვეუბნები რომ ანუ რავი შვილი ხო ვიყავი მე ანუ ჩემს ძამ ხო რავი არ გიყვანა. ბავშვს კამფეტი უნდა და არაძლევს გულისთვის რომ ვიღაცა უნდა მოვიდეს და აი არ უნდა შეჭაფოს. და მაშინაც ეხა მეც დავფიქრდი ოსტომარი რომ მოვიდოდა რამე ხო უნდა ქონოდა სახში არავის არაფერი არ ქონდა მაშინ. ძალიან ძიმე დღეები გავიარეთ მართლა, მაგრამ ეხა კი ვიკრიჭებით, მაგრამ მაშინ ეხა ძალიან ძნელი იყო რა. და ის მომენტი ერთი ბომბონერის ბამბანერკას რასაც იძახ. ოჯახებში შოტრიანებს და იმიტომ რომ სტუმრად რომ მიუტანდნენ იმას მე იმას. მე ბოლოს წარწერასაც აღარ უკეთებდნენ ხოლმე, რომ იმ ახევაში კიდეც არ კეის რა ქვია, უხერხულობა იყო რა. ხო, ანუ ეგ ჩვენ კი ვიცინეთ, მაგრამ კოლსტოვებს ხა რა თქმა უნდა. ხო და აი ჩვენც ეთყობა მეც ეხა ამდენს ეხა მეც წეღა რომ ამბობდი რომ დიდრებს ემართება თქო ხშირად თქო რა და ვერ იმაშობიან თქო ეხა მე რითიმაში მაშინონაზე არ ვარ, იმიტომ რომ რაც შეიძლება დაგვემუქროს ჯვარიქწერია მომავალში რაღაცა კუთხით და რაღაცა დოზით უკვე ნანახი გვაქვს და აზე ვართ, იმიტომ რომ თბილისში აი რაღაცა 95-ში რომ თბილისში რაღაცა ხდებოდა. ეხლა ეგ როგორ შეიძლება თავიდან ამოგივიდეს რა. შენ გახსოვს ეგრე 95-ში? ხო, გითხარი 39-ის მაგრამ. მე ვიყავი 1 წლის. როდის? 95-ში ვიყავი 1 წლის. მართლა? ხო, მე ვიყავი 9-ის. ხო. მე კიდევ კითხე გახსოვს თქო. ხო, ეს კაი ბევრი რამე გემოხდა. კი. რაღაცა ძალიან პატარასავით გელაპარაკებთ. რაღაცა მე გახსოვს რა. ხო, თან ეხა ვინ როგორ ცხოვრობდა ეხა ჩვენ აი მენა გეტო იყო იქ რა ხდებოდა აი. ერთხელ ჩამოვიდა. ანუ ისეთი აბავი იყო რომ ბირჟაზე სასტავით გას და საერთოდ ყველასშია რა. და შესავალი ქონდა ეგეთი რა რომ მეზობელს ქონდა რაღაცის ჭირი გაფენილი ფანჯარაზე რა და ვიღაცა ერთი აძვრა და ის ერთი ცალი ჩამოწყვიტა რა და ესენი 6 დგანან რა. ხო და გაირაწინეს თითო ცალი შეხვდათ რა ეხა შეჭავეს ეს ჭირი რა და ერთმა თვალები ვინაბა ესე და ინატრა რომ ნეტა ეხა მთელი ქვეყანა ჭირით დაიფაროს ასე ინატრა. გამოვიდა ჩვენი ახლობელი კაცი არის ჩემი ძმა კაცია. გამოვიდა სადარბაზოდან და სად იყავიო კითხავ მეცო ეკითხება. სად ვიყავიო და სახლში ვიყავიო რა სახლში აგინდოდაო და საჭმელი ვჭამეო რა. და ყველა მეს ერთმანეთს გადახედა რომ საჭმელი ჭამეო და კიო და რა ჭამეო რა და კატლეტიო იქ შენი მაგრაცემეს ბიჭო ამ დამყარვა კატლეტი ჭამავს ზოგს რა ნახი არ ქონდა მართლა ეგეთი გამოთქვები ქონდა დაბადების დღეზე სასისკი ქონდათ და ასე სხვა. ხო და ეხა ჩვენთვის ეხა უფრო ადვილი გასაგები არის რა ეხა რომში ერის დანახვაც უფრო ადვილი მისახვედრია და ყველაფერი ეხა თვალებით ხვდებით უკვე ხოლმე. თანამდენი ხანია ეგეთ ამბებს უყურებთ ისა და შეიძლება ცოტა მძიმე საქმე გვაქვს, მაგრამ საკმაოდ ხალისიანად ვუდგებით ხოლმე. იმიტომ რომ სხვა გზა ისეც არ არის. არ არის ხო, უფრო დამძიმდება. და აი მეც რა მაინტერესებს მადლიერების როლის არის ამ საქმეში. აი უფრო ესე დავთვალე კითხვა, სუფთა სიკეთის. ვიჭი, ბევრი აკეთებს სიკეთეს იმისთვის, რომ რაღაცას ელოდება რა. თუნდაც მადლობას რო ელოდები, ეგ შენთვის სიკეთეა? არსებობს სუფთა სიკეთე? იცი როგორა? სანაცვლოდ თუ რამეს ელოდები, ეგ არის მორიგება. აი ვაჭრობა არის. ადამიანს დაეხმარო და რამე ფორმით მაინც აგზნობინო, რომ სანაცვლოდ შემდეგში რაღაცა გინდა. ეგ არის მორიგება. აი ერთი კაცი იყო ამას წინათ. აი ზოგი რანაირი კაცია მაგრამ. ისაუთ ვეხმარები ვაგერო იმასაო მეტროსთანო ხალი ზისო და
პური მიყიდეო მითხრაო და უყიდეო ერთი პურიო. მეორე დღესაც მესამე დღეს, მეოთხე დღესო, მეხუთე დღეს ყიდულობდიო და ერთხელ არ უყიდეო და ისევ დღესო პურს არ მიყიდიო, მითხრაო ამ დამპალმა ამანო საერთოდ აღარ უყიდიო და აღარ უყიდა. ანუ აი მოდი აბა ეხა ეს დოსტოევსკის ვერ გაარკვევს ეხა ამ ამბავს ის 5 დღე რო ეხმარებოდა ის სიკეთეა. ხო, არ არის სიკეთე. ხო, თორე სანაცვლოდ რომ რაღაცას თხოვ ეგ აღარ არის არა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში საერთოდ მიღებული წესი არის ეგ აი ნათესავებსაც კი ყიდულობენ რა. ხვდები ვიღაცას რო ეხმარებიან ის всё ის ვერასდროს წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს, ვეღარ გამოვა და ოჯახის წინ ვერ ეტყვის რაც სათქმელია, იმიტომ რომ იმას რო ჭირდებოდა ეს ბაყუც აძლევდა და ეხმარებოდა და გაჩუმებს რა, ხო ხვდები. აი ვერ ძალიან ბევრგან მაქვს ნანახი და აი მე მაგალითად საჩუქრები არ მიყვარს, არაფერს არ ვართმევ არავის, არც ვალდებულად გზნობ თავს რო უკან ხო და ეგ დაუბრუნო. დებილობა მაქვს და სულელური კომპლექსი მაქვს, ჩარჩენილი ადამიანს უნდა რომ გაგაბედნიეროს და რაღაცას ჩუქნის, მაგრამ ისე მაქვს ჩარჩენილი რომ აი მგონია რომ ვერაფერზე უარი ვეღარ უნდა უთხრა მე რაც გინდა მთხოვოს რა და აი ისე უნდა დავიტანჯო მაგაზე რომ რამე რომ მთხოვოს უნდა გავიხე და მაინც უნდა შეუსრულო და აი მე თუ ხვდები რომ კომპლექსია და ეგრე არ არის? ხო და აი იცი როგორა საჩუქარი სხვა რამეა და დახმარება სხვა რამეა ხვდები რა ეხა საჩუქ დაბადების დღეს საჩუქარი გაჩუქე ის არის დაჟე ის დროც აღარ არის ადრე გოგოსაც რო ტყუილად არაფერს არ ჩუქნიდა ხოლმე ეგ დროც იყო ხოლმე და ეხლა აღარ არის ეგრე კიდე კაი იმიტომ რომ ყვავილები რო ეჩუქრა ბიჭ და მე შენ უარით რო გამოგერთმია და მე უარით გაგესტურები და შეიძლება დიდ დაგხვედრო და დანიტი იმიტომ რომ მაგას ვერ ინელებდნენ ხოლმე რა და ეხლა კიდე კაი ცოტა ადამიანებს დავემსგავსეთ თორე გვაყმეს რამე მაქვს ნახე და შენ შემთხვევაში აი ამ ადამიანების მადლიერება არის რაღაც ნათელი წერტილი დედას გეცები მართლა გულწრფელად გეუბნები ძალიან ბევრი წელია არასოდეს თავშიც აღარ გაუკრია რომ უკან რამ აი მადლობა მაინც მითხრას თქო აი ოღონდა საერთოდ არაფერი არ მითხრას მე რო ვიძებდი რომ გეუბნებიან არ ვარ ფიქრობდა რომ გეუბნებიან აღარ უკვე ხა იმ ხელები კი ვართ რომ სიტყვით არ უნდა გადავწყვიტოთ ადამიანი და საქციელით უნდა გადავწყვიტოთ თორე მადლობა სიტყვა თვალებით მეც იგზნობს ზოგჯერ ვიდრე სიტყვით დაჟე საქციელით კი არა შემოგხედავს ადამიანი და მიხვდება რომ მადლობას გეუბნებ რა მადლიერია ხო და საერთოდ არ მინდა იმის ნათქვამი მადლობა არც ისე მრცხვენია ჯერ ერთი რა მადლობა აი თან ისეთ რაღაცას გავაკეთებთ ხოლმე ისედაც ამსის კაცი რო ხომ რომ მიეხმარო რაღაცაში საწყალი და სუსტი როა მაგას დავალდებულება რა თუნდა ხო და ის რომ მადლობას მეუნება მართლა მრცხვენია ხოლმე იმიტომ რომ ისედაც ვალდებულებას უკეთებ ანუ როგორ შეიძლება წაქცეულკას გადააბიჯო და გაიარო ხო ეგ ხო ისა კარგი კაცობა არ არის ეგ ყოველას ვალი არის რომ ესე ქუჩაში არ მიატოვო ვიღაცა საწყლად ხო მაგრამ აი შენ განსხვავებას ხედავ დახმარებასა და გადარჩენას შორის დახმარება იცი როგორ არის კანონმა დაარეგულირა ესე რომ დახმარება ადამიანის ვითომ გახდა ვალდებულება კი არა და გადარჩენა ხო და დახმარებას არ გაძლევს ვალდებულებას რა კანონი რომ ვინმეს დაეხმარო რა ხო გადარჩენაზეც აი მანდაც რაღაცა კანონში ისეა რომ მიტოვებაზე არის კანონი რომ თუ ადამიანს განსაცდელში მიატოვებ მომაკვდავს ან რაღაცა ძალიან ბევრი ის არის მაგაზე რა დამშის სახელმწიფო მაგის გამო ხო ადამიანი რომ მიატოვო რა უმწევ აი დაჭრილი რომ ნახო სადმე და რომ გამოიპარო და წამოხვიდე და მე აღმოგაჩინო პასუხსაგებ კანონის წინაშე მაგრამ თუ მაგაზე ეგრე არის ეგ ხა აი აგერ გაგიყვან მაღლა რომ კაცი წევს და ხრიალებს და ყველა რომ გვერდზე გაუვლის გამოვulis რატო არავინ დამნაშავე არ არის ეგ მაინტერესებს ეგ მიტოვება არ არის თუ მაინც და მაინც ტყვით უნდა იყოს დაჭრილი თუ აი რა განსხვავებაა ვერ ხვდები პროსტა რა აი რავი მაგრამ აი შენთვის შენს ფსიქოლოგიაში შენს მენტალობაში დახმარება და გადარჩენა განსხვავებული რაღაცა არის ისე არის ავტომატივით მიმული რომ უახლოესი მეთოდი რაც არის იმას ირჩევ და აკეთებ და მერე გამოდის გადაარჩინე თუ დაეხმარე რა ხო ანუ თითქოს როგორ არის დახმარება არის როდესაც მე მოვდივარ შენ და გთხოვ რომ დამეხმარე და შენ მეხმარები და გადარჩენა არის რომ მე მოვდივარ და ჩემით გადავწყვიტავ რომ შენ უნდა გადაგარჩინო ესე ყოფენ თითქოს არ არის ეგრე
არ არა, არის არა, ეგრე? არა, არა, თო ეგ საერთოდ სხვანაირად არის. გადარჩენა არის აი ფორს მაჟორული იმ წამს ხდება. ანუ აი რაღაცა ხდება და უცებ ვიღაცა არის გადასარჩე. ეხლა მე წავალ და მაშინ რა ქვია გურჯაანში ვიღაცას გადავარჩენ ეგრე ხო არ არის ხო. არა? ეგ იმ წამს გემთხვევა და ადამიანების უმრავლესობა არ ეხმარება და უმცირესობა ეხმარება. წეღარო შენ ამბობდი სიკეთეს და ბოროტებას. ხო. იცი როგორ არის? შენი თუ ვერასდროს ვერ გაარკვევ იმენა სწორად მოიქეცი თუ არა, არასოდეს მაგაზე პასუხი არ გეცოდინება. უეჭველად 100%-ით არასდროს არ გეცოდინება სწორად მოიქეცი თუ არა, იმიტომ როდესაც რომ დაეხმარები? ხო, ფიქრს დაის იმას რა მოყვა ვერ მიხვდები. დახმარება, აი, შეიძლება ეგ ქუჩაში რო ადამიანს ფულს აძლევ, ეგ ადამიანის დახმარება საერთოდ არ არის. იმიტომ რომ მაგის უკან რა დგას არ იცი, შეიძლება ექსპლუატაციის ხერხია, შეიძლება გაეტყავთ გამოგდებული ეს მოხუცი, რამდენი ყავთ ეგერაც ყავთ და მულიყავთ იმენა მოხუცი, საღამოს მოულენ შვილები წაიყვანენ და პასუხსაც არავინ თხოვს. იმიტომ რომ ის გეუბნება რომ უბრალოდ გარეთ გამოსვლა უნდა და გამოყავს თორე რა ვიცი ხა ეს რა შვება ცალკე ადამიანია გეუბნება არ ვიცი ხა რა ხდება აი მე ხო უეჭველი ვიცი რა და ეს ჭუბი მოგდის ხოლმე მე ის იმიტომ რომ თუ ეხა ამდენ უსამართლობაზე ყოველთვის ვერ გაატარებ რა ზოგჯერ ისე მწარდები თან მით უმეტეს როცა ამაგი გაქვს და ეხმარები და ეხა 2 წელია მე რომ ბანდა ვაჭმევ და ვაცმევ ხო მოხუცი ხალი როა და რო ვიცი რომ ვიღაცა თავის მიზნებისთვის აქეთ იქით დაათრევს ხო მე მაგას კანონს ვერ უპირისპირებ და რა ვქნა ეხა მოგეშლება ნერვები და წიცავ ვიღაცას მართლა იმიტომ რომ არ რეგულირდება სოციალური სამსახური ჩვენ ქვეყანაში ნოლი არის აი არ მუშაობს ვის აქვს დანიშნული ვის აქვს არ დანიშნული ნათესაობაში ხმა მომეცი თორე გაგიუქმებ რა ხდება იცი ანუ აი რავი მე რაც მახსოვს უეგრია თან აი ეგეთ ქვეყანაში დავიბადე და ეგეთ ქვეყანაში გავხდი ამ ხელა ხო თორე გავიგე ეს სისტემური ცვლილებით ის შეიძლება ამათამდე როდის მოვა ეგე რო ხალი წევს გარეთ ეხა გავიგე იქაც ვიყვირებ აქციაზეც გავალი იქაც იმას აი გავიგე კაი აქამდე როდის მოვა ვინმე მე კაი ამას მოვერიდო და იმას ავქნა როდის გაიგოს ამან როდის შეიცვალა მთავრობა როდის გახდა პრიორიტეტი სოციალური მდგომარეობა სამი დღე აქვს დარჩენილი რა ხო ხო და აი მაგან რა ქნას თორე აი რა ვიცი თორე ყავს ხოლმე აი ვიღაცაებიც ეხა სუმთლად ეგრე მარტო კი არ ვარ ხოლმე მე და ირაკლი ვიღაც უბრალოდ აი ვერც იტანს ხოლმე რა სხვები აღარც ვაძალებ აი ეს ჯერ სიზმარი ტანჯავთ ხოლმე ერთ ღამეში ისეთ რაღაც ეხ ქუჩაში ეხა აქედან რომ გავალ შემოვლა გვაქვს ეგრე რომ იმდენ რაღაცას ვნახავ ამაღამ ქუჩაში რომ ჩემთვის უკვე იქ წინასწარაც ვიცი რაც მელოდება უცხო რომ გამომყვება ხოლმე აი რა ქვია ჯამჯიმია არ არის ხო და ადვილი იმიტომ აღარ ვიხმართ ხოლმე რა გოგოებს უფრო ვერიდებით ხოლმე არ და გოგოები უფრო მეხმარებიან რა ყოველთვის საერთოდ ყველა ფერში გოგოები მეხმარებიან გოგოების სული მიდგას მართლა გეუბნები აი გუშინ წინ გოგო მოვიდა მოსახმარებლად აი მართლა გვეგონა რომ აი ვიქტორიას სიკრეტ შოუდან გადმოუშვეს მართლა რას ხეხავდა რომ დაგენახა ნახევარ საათში აი ეგრევე ხვდები რომ ვაფშე არ არის იქ ავყიობაზე და გარეგნობაზე და იმაზე რა რანაირი გოგო მაგას სამაგისო რამე ჭირს კი არა ძლივს გავაცალე ეს ჩვენი მოხალისე რა ქვია გუნდაციდრე უკანა წავიდა ხო მიმართულება თქვი შენ როგორც აიქნები ხარ თორე ყველგან გაგიყვარდა ხო და ანუ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა და აქ აქსუსტის კესი არავინ არ არის მართლა აქსუსტის კესი არავინ არ არის მართლა იმიტომ რომ 10 შემთხვევიდან აი 9-ს არ ვიტყვი, მაგრამ 8 შემთხვევაში გოგოები მეხმარებიან სულ. დახარისხებაშიც, დარიგებაშიც, სხვების მოვლაში, მისვლაში, მოსვლაში, რავი, წაყოლაში, დატვირთვაშიც ძალიან ხშირად. ასე შემდეგ, მაგრამ აი მეც უკვე ვცდილობ ხოლმე, რომ სხვებს მოვარიდო ხოლმე, აი სუნბინდა პირიქით, რომ ადამიანი კარგ ხასიათზე ამყოფო გავაცინო და რაღაცა ბედნიერი იყოს და
ჩემ გამო ეხა დილას მთელი ღამე რო არ ძინავს და დილას უდად არის მეც უდად გწნობ ხოლმე მე თავს. ხო, უბრალოდ ადამიანები გჭირდება რა თქმა უნდა. ხო და აი მე მეც ვისწავლე რომ ყოველას ისეთი საქმე უნდა დაავალო რაც შეუძლია აი იმაშია გონი. უთველასში არის გონი კაცის საქმე ბიჭს არ უნდა დაავალო ხო იცი აი ეგრე ზუსტად სწორი გამოთქმა არის. ხო, ალბათ ეგრე არის. როგორც პირიქით, ისევე როგორც ქალის კაცს და კაცს. ეხა იმ მაგაზეც ის არის, რომ რას ქვია ქალი და კაცი არ არის? აი მე არ ვიძახი მაგას რო არ არის არის. შეშის დაჩეხვაში ვერ მომეხმარები ეხა დილამდე რა და ჩვენ ეხა მე და ირაკლი დავადგებით და შეიძლება ერთი მანქანაში შევდავჩეხოთ დილამდე. მაგრამ სამაგიეროდ რაღაცებს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ვერაც ნემს ვერ, აი ნემსის გაკეთება ვერ ვისწავლე. არა, კარც მეშინია არც აი ვერ უბრალოდ ვერ უნდა და ერთი სამი რო ვაწვალე მე დავაგებდა. ავიდა. თორე ეგეთი რაღაცები ძალიან გჭირდება ხოლმე ეს პირველად დახმარება რაღაცა, მაგრამ ხო. აი ვერ ვისწავლე და და ეს გოგოები აგერექთანი გვეხმარება გუშინ. გუშინაც იყო მოსული, აი ეს მელაპარაკება და უკეთებს ხოლმე, ანუ აი რავი. ნუ დამუღამებულია როგორც იცი. კი ბატონო, მე იცი როგორი კითხვა მაქვს, ძალიან ერთი რაღაც ჩემი მონოლოგით ჩავწერა და ადამიანებს ვესაუბრებოდი. კითხვა მქონდა ჩემ თავთან ეგეთი, რომ აი რა ქმნის ადამიანს ადამიანად. აი რა თვისებების საქციელი. ხო, აი რა თვისებების ნაკრები, რასაც აკეთებს ხარ. მაგრამ აი ადამიანს შენ ადამიანი ვინ არის? ზუსტად ეგ ფორმულაა, რასაც ვამბობ რა. იმიტომ რომ დიდი ხნის წინ აი როცა მე ვსწავლობდი რა აი ეს გამოსვლის ორატორულ ხელოვნებას და რაღაცებს და ეგეთ რაღაცები მაინტერესებდა ადრე და ეს ციცერონი და რაღაცა ეგეთ ამბებს ვკითხულობ. საკმაოდ პატარა ვიყავითა და ძალიან გავიმართლა რომ პატარა მივხვდი რამხელა ძალა აქვს სიტყვას და როგორი ჩალის ფასი აქვს. ვერ რამდენი მილაპარაკია ეს ადამიანთან რა რომ აი რა ვიცი მთელი ღამე მილაპარაკია ხოლმე ვიღაცასთან და ამბობს ადამიანი იმას გიყვება თავის თავზე როგორიც რო იყოს იქნებოდა ბედნიერი. თავის საუკეთესო ვერსიას გიყვება, მაგრამ ჩემი თავის გამო მიჭერია რომ იმას რაც მithქვამს ის არ გამიკეთებია, იმიტომ რომ მინდა რომ გავაკეთო და ოცნებისგან მომიყოლია ხოლმე ეგრე და არა იმიტომ რომ შემიძლია და ამიტომაც ადამიანი ეხლა ხაუსი იძახის რომ ადამიანი ყველა everybody lies იძახის მაგრამ იცი როგორა ცუდი არ არის ეგ უნდა იტყუებოდეს ადამიანი რა მაგრამ მე შემიძლია ვიოცნებო და არა გატირო მთელი ღამე ჩემი ტყუილით ხო ხდები შემიძლია ჩემი ოცნების შესახებ მოგიყვე და არა ის რომ რაღაც ცუდი მოხდა მოგატყუო ხო ხდები ანუ შენ ამბობ რომ შინ განზრახვას გააჩნია რომ დაიტყუები ხო არ უნდა შედეგს უნდა უყურო რა შედეგები დადგება ისედაც წინასწარიცი რა შედეგი მოყვება შენ საქციელსაც ნათქვამსაც და მაგას უყურებ და პატარა იმედი გაქვს ვითომ რომ შეიძლება ეგრე არ იყოს პასუხისგებლობას იღებ რეალურად ხო თორე იმიტომ არ შეიძლება სიტყვის დაჯერება ადამიანის უბრალოდ სიტყვაზე რომ ან დობაზე არ არის საქმე ანუ დობით ძალიან დიდი ხანი არავინ აღარ ენდობა ეგ დრო მორჩა ადრე იყო მე ვენდობი რა შენ არ ენდობი პირველივე სიტყვაზე კი თვალებს ჩავხედავთ არა არა იქ მაგაში ქეთახმა იმიტომ რომ თვალები ყოველთვის თვალები არის არკე რეალურად მაგრამ მე ეგ დამოკიდებულება მაქვს ეხა შენ რომ რაღაცას მე მიყვები მე რასაც შენ მეუბნები მე მაგის იმჯერა კი იმიტომ რომ თინდა რომ ჯეროდეს კაიგე ო თუ არ მოგინდება არ დაიჯერებ ერთ სიტყვასაც სრულ სიმართლეს არ დამიჯერებ შენ თუ არ მოგინდება რომ დამიჯერო ამიტომ საქციელით შეაფასე ადამიანს და არასიტყვით და იდეალური ფორმულა იმისთვის რომ შენი საქმე არ გაფუჭდეს თუ საქმეს არ ემყარება აუ ვისაც გინდა იმას ვენდობი დიდი სიამოვნებით აი სხვისი საქმე თუ არ ფუჭდება მარტო მე თუ შემემთხვევა მარტო მე თუ მეწყინება მარტო ჩემზე თუ იქნება ყველაფერი აი ვისაც გინდა იმას ვენდობი სიამოვნებით პირიქით აი ესეთ იმას ყურებას დაუწყებ თელ პროცესს სიამოვნებით როდისად გამიტყდება როდისად გამეხარდება როდისად
მაგრამ ნუ სხვას რო აზიანებს მან უკვე ხო, სასაცილო თუ არის ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ყველგან. იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ხელფასი მქონდა მაგაში. ხო, ვინც არის ის სასაცილო ტყუილი მომიფიქრები ხო, რომ გაცილება. უთხარი ადამიანებს დღემდე ვეწყირო სცენარისტი. ხა დღემდე წერ სცენარებს? ეხა ბევრი საქმე აღარ აქვს სხვათა შორის სცენარისტებს როგორც ადრე იყო რა. რატო? აღარ იღება დიდად არაფერი რა. აი ანუ ჩვენ ახლა იუმორისტული თემა გქონდა TV11 როცა გქონდა არხი მაშინ და იუმორი მთელი ერის იუმორი კიდია ეხა აი ორ პროექტზე მაქსიმუმ იქაც აი უძაღლო ქვეყანაში რომ კატასაყეფებენ ესეთი ის გვაქვს რა ქვია. თორე არიან ნიჭიერი ხალხის მეტი რა არის აი უნიჭიერესები არიან ეხაც ბავშვები ისენი მაგრამ ფული ჭირდება ყველას რომ საქმე გააკეთოს. თორე ამ ენთუზიაზმზე მუშაობამ დაღალა მთელი ერი რა. აი არავის აღარ შეუძლია გაგონება რომ რა ქვია სტაჟიორი სიტყვა უკვე ის გახდა რაღაც. აუ ყველაზე დიდი სტაჟიორი მყავს ნახე 86 წლის ამასაც გულზე წერა სტაჟიორი და მაშინ დავფიქრდი ცხოვრებაზე რომ მაგფრევ რა თქმა უნდა რომ საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს რა ხელა რას გაივლი ცხოვრებაში შეიძლება სტაჟიორი იყო ხო ანუ მეც ანუ სხვას კი არ ვამბობ მეც შეიძლება მომიწიოს ეგრე რომ სადღაც გულზე სტაჟიორი დავკიდო და შეიძლება დავჭრა ვიღაცა უკვე მაგრამ ის 86 წლის ადამიანი ჩემი აზრით ძალიან მაგარი ადამიანია რომ 86 წლის ასაკში გადაწყვეტა რომ სტაჟიორი იყო კი არა იმას საერთოდ არ ანაღლებს ეს აქ იცი როგორ ჩვენ ხო ჩვენი თავიდან გამომდინარე ვსჯელოთ რა შენთვის გონებაში გმირს მოიგონებ აი იქიდან ცეცხლიდან გამოატრევ ბავშვს წყლიდან ადამიანებს ამოიყვანისა ისა მაგრამ სხვები ეგრე არ ფიქრობენ წარმოდგენა არ გაქვთ რეებით აქვს თავის ავსე ჩვენ რაღაცა მე ჩემი საყვარლის ყველაზე ხშირად მესიზრება რომ გაურბივარ ხოლმე და ხელებს ვიქნევ და მაღლა ვფრინდები და მივიდივარ და მე ძალიან მეშინია ხოლმე ძალიან სწრაფად მივფრინო ეს ნენელა ვსტილობდა და ჩემი საყვარელი გასართობი არის მე ის წეგან დუმბაძე ვახსენეთ და აი ის ვინც შემკვლელობა დაგაბრალა ის და ვატირებ ხა რას ფიქრობ სიზმარში რას ხედავ და რა ყვება ის აი კვლელებიო მოკლულებს ხედავენო ეგრე არის როცა არიტანჯები ეგეთი რაღაცეებით და შენის აქციელის გახსენებით უნდა იცოდე რომ კარგ ადამიანობამდე სულ ბევრი გეკლდება მაგრამ უნდა იცოდე რომ უბრალოდ ცუდი არ ხარ და აი პასუხის თუ გინდა ეგ იყოს მაღაზია სიკეთეს და ბოროტებას შორის 100-ია თუ ისეა ნებისმიერი მაგრამს და გააჩნიას შორის მაინც ორი მხარეა ხო ესია შენ თავარია მოდი აქეთ ხარ ეს იდეგი რა შენ ხო იცი შენ თავთან მართლა როდის გახარ აქეთ ხარ ეს არა აქეთ ხარ ეს იდეგი და რელიგიურადაც და კარმულადაც და ყველანაირად ყველაფერი გეპატიება იმიტომ რომ შენ კარგ ხარეს გახარ ხო და ეს კარგი თომის მეტი რა მოგივა რა კარგი მხარეს რა განსაზღვრავს აი რა არის ეს იცი რა მინდა რომ კითხო აი სინდის როგორ უყურებ სინდისის პირველი მტერი ბოღმა არის აი ბოღმაზე ცუდი არაფერი არ არის ბოღმას რაშიც გაურევ ქართული იუმორი იმიტომ გაფუჭდა რომ ბოღმა გაერია აი როცა უბოღმო იყო და ხალასი იყო ყველაფერზე ვიცინოდით იმიტომ რომ ალალი ნათქვამი იყო ყველაფერი და ვერთობოდით და ვიცინოდით რა და ბოღმა რო გაერია ნაწილმა ხო ეგრევე უარი თქვა იმიტომ რომ ის ბოღმის ობიექტი ვინც იგულისხმებოდა იმას თავისი სექტა ყავს ეხა იქ ეგრე ხო არ არის და აი არ უნდა იყოს რა ეხაც აი რაღაცა რამდენიმე პროექტი არის ეხა ყველაფერს უყურებ ხოლმე მეც ეხა იუმორისტულ გადაცემებს სერიალებს აგერ ბიჭები აკეთებენ იმას აგერ ისა ის სადაც აქაც ბოღმა არ არის ხუმრობის ხარისხსაც არავინ არ უმოწმებს ოღონდ ბოღმა არის და შიგნით ოღონდ ისა ცუდი ხუმრობა იყოს ჯანდაბას და აი
აი რო იგულის ყველა რო ხდება ისედაც ეხა ის გავიგე აი რა თქვია დამიმტკიცე რა დააგი ვაფშე არ ამტკიცებ არაფერს ისეთ იცი რაში არის საქმე რა ხო ხდება ეგა ფუჭებს ბოღმას დიდი მტერი ადამიანს არ ყავს როცა პირველად იგრძნობ რომ მე მინახავს როგორ მკურნალობენ ადამიანები მაგაზე რა ბოღმაზე კი მართლა რომ კი არ აღიარებენ მაგრამ ვიღაცებს უღიარებიათ ხოლმე რა ერთ წამში უცებ როგორ ბედნიერად გწნობ თავს იცი რომ რასაც ყვებიან ეგრე ვაფშე არასდროს არ ყოფილხარ ხო რაღაცა აი საერთოდ არასდროს ეგრე არ ყოფილხარ აი მაგალითად როგორ ასყვებიან რო აი რაღაცას იცი რა ვერ იტანენ საერთოდ ვინ თქვა ქართველებზე არ მახსოვს მაგრამ ქართველი ყველაფერში დაგეხმარება და გვერდზე დაგიდგება ოღონდ წინა უნდა გაასწრო რა თუ ყავხარო ყველაფერში მოგეხმარებ გაასწრებ თუ არა ეგრევე დაგიკიდებსო რა და ეს მარტო ქართველზე არ მგონია რომ ეგრე იყოს ადამიანის ბუნება თქმა უნდა ეგ ქართველებს ატენიან ხოლმე ბევრ ამას თორე გონია სხვაგან არ არის თუ რა აი როდისღაც ხვდებიან რომ წარმატებაში რო სხვამ გაასწრო ცუდად გახდნენ. ხო. ვინმე რომ მაგაზე უკეთესად, ანუ იმის ლაპარაკს რომ დაიწყებ რომ ამას ბიძამისმა გაუკეთა და იმიტომ მიაღწია წარმატებას. მანდ უკვე დამთავრებული. აი მორჩა შენი ისა რა. იმიტომ რომ რა დასაბოღმი ეგ არის ხო რაღაცა პირველად გაიგე რომ ვინმე ბიძამს საქმე გაუკეთა. ხო რა. თან შენ რო ვერ მიაღწიე, თუ კი მაგას ხვდები რომ იმის წარმატება ბიძის დამსახურებაა და შენ მაინც იშრომე, რაღა გიტყდება ხო რაღაცა ეგ ნიშნავს რომ შენ ვერ გააკეთე რაღაცებს სწორად და მაგრამ ხო არის რომ აი უსამართლობა შეიჯახე და მაგიტო გემართება და მაგიტო იძახი რომ ეგ ეგრეა. აი იცი როგორ არის, რითიც მინდა იმით გავაправებ ჩემ იმას რა ქვია რა, ხო რა. იმიტომ რომ თან ძირითადად ისეთ ელაპარაკები ვისთვისაც ძალიან კარგად ნაცნობი არის და იმანაც კარგად იცის ყველაფერი. ან ბოღმა და შური შენ ხერდა იგივეა? არა. სხვადასხვანაირად უყურებ. კი, შური არის სუფთა შური იმას აქვს და მე არ მაქვს. ეგ არის შური. ბოღმა ასევე იგულისხმება იმან მიაღწია და მე ვერ მივაღწიეზე. შური არის სუფთა ქონებაზე, ანუ რა მატერიალური არის. ანუ მაგალითად ჩემი აზრით ეხა ლაპარაკობ უბრალოდ შეიძლება ისე დებილობას ვიზახი რომ აიხეს ვიღაც ციცილით მეც ჩვეულებრივად ვისაუბროთ აი შური ჩემს არის მაგალითად აი არ ვიცი რა ვთქვა ეხა შურზე იმას ლამაზი ცხვირი აქვს და მე არ მაქვს სიტყვა და იმ შურს ეგ უკვე ბოღმა ხო რომ უკეთ არ გამოიყურები ვიდრე იგარა და ეგრე არ არის ანუ ისედაც ერთნაირად გამოიყურებით. სულ ის რამე შეიცვლის თუ არ შეიცვლის. უკეთესად ერთნაირად გამოიყურებით მაინც. პირიქით, რაც უფრო რაღაცას შეიცვლის, რაც უფრო რაღაცა ისედაც ყველა მიცის რატო გამოიყურება ეგრე, ხო? მაგრამ უხდება რა და იყოს, ხო? რა შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ხო და ეგეც რომელში გავატაროთ მეც ახლა დავფიქრდი, იმიტომ რომ აი მატერიალური არის უთა შური რა. რომ აი იმას აქ და მე არ მაქარი. ხო. მე კიდე რა მგონია იცი შური რა მომენტში არის აი მაგალითად მე რა ვიღაცამ რაღაცას მიაღწია და მე ვერ მივაღწია რა და აი ჩემ თავში ჩდება ლაპარაკი შემოდის საკუთარ თავს ველაპარაკებ რომ აუ ეხა მან ეს იმიტომ გააკეთა შენ რაც თქვი რა რომ მაგალითად არა უფრო სწორად რისი თქმა მინდა იცი რომ მე დამიჭერია ანუ ეხა ვაპარაკობ ჩემ თავზე ვინმეს არ ეგონას რომ სხვის ამბობს ხო რაღაცა ისე შევყევით რა ქვია რომ კატირილი რა დავისო მე იცი რა დამემართე არა ძალიან საინტერესო იცი რა ანუ აი მაგალითად მე მეგონა 30 წელი რაც ჩემი თავი მახსოვს ყოველ შემთხვევაში 30 წელი არ მახსოვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც აი შური რა იყო არ ვიცოდი რა საერთოდ არასდროს ცხოვრებაში ვინმესი არ შემშორებია და აი 30 წლის თავზე ვიღაცას რაღაცას უყურებ და ხვდები რომ რას ვაკეთებ გაბოღმე ხო და ხვდები რომ რას ვაკეთებ იცი კი არ მიხარია იმისი წარმატება ვიწყებ მიზეზების მოძებნას რატო არის ის წარმატებული короче რო ვერ მიიღწია გაგისწორდებოდა რა არა ხო და ესე დავაფიქსირე ხო და ესე დავაფიქსირე იცი რა დამემართა ძალიან შემრცხვა
იცი როგორ არის ზოგჯერ სუნთლა ტყუანი არ ხარ რა. აი იცი როგორ არის ზოგჯერ, როცა აი უღირს ადგამენ გვირგვინს ხო ხდები? ხო. ეგ შური და ბოღმა კი არ არის, უსამართლობის გზნობა გაქვს ზოგჯერ. ეცეღა რო თქვი მე გამართლება არის ყველაფერი. არა, სხვა რაღაცას ვიძახი რა, უღირს როცა ადგამენ გვირგვინს, მაგ დროს უსამართლობის გზნობა გეუბნება და არა შურის. ხო. ანუ იმას კი არ ფიქრობ, რომ მაგას რო დაადგეს, მე რატო არ დამადგესო, ეგ შური და ბოღმა. არა, იმით ვიგებ რომ იმას რატო და იმას რატო რა? ხო, აი მაგას მისკინა ის ყოფილიყო, მაინც მაგას იყო. მაგრამ ჩემ თავში მაინც შურად მაგაზე რო ფიქრობ, გადმოითარგმნა. მაგაზე რო ფიქრობ ხო. და რო ხვდები რომ ეგ კარგი არ არის, მაგას ვამბობ, ინდიკატორია რომ კარგი ადამიანი ხარ, ადამიანი. დრეებზე ფიქრობენ, იცი? აი ღმერთო ჩემო, რანაირი ადამიანები მყავს ანახი, რომ აი მეთქია პროსტა მართლა ხელი მოუკიდო, რომ მართლა ეგეთი არის. ეს ჩემ თვალწინთან ყველაზე ძალიან ადრე შეურაცხყოფად ვიღებდი ხოლმე და ეხა ყველაზე ძალიან მეცინება აი უზომოდ შტერი რო გონი ხარ რა. იმენა ამას გიკეთებს ფოკუსს და გონია რომ მოგატყუა ხო ხდები? და შენც რიგ შემთხვევებში გირჩევნია სულელი ეგონო რა, იმიტომ რომ სულ ერთია შენთვის როგორი ეგორები არა? არა, იცი როგორ არის? აღარ გიტყდება, იმიტომ რომ ისეთი სასაცილოდ ხდება შენ თვალწინ ყველაფერი, რომ ანუ იმან ისე დებილობა დაგეგმა, რომ ეს ეკრა შენ თვალწინ ხდება ისე რომ გეცილება და ვაფშე აღარ ბრაზდები რა, ხო ხდები? მეცე ტვინი არ ეყო და ხო, და მაგ მეორე ხარი ასაკთან ერთად როგორ იცვლება რა, ანდრე ვიღაცა რო გატყუებდა და ცოტა დებილად რო თვლი და ეგოზე გიტყოდა და აუ ეს როგორ გამიკეთა. ხო, მე ის ეტაპებზეა თქო. ხო, და ეხა არის რომ გეღიმება და არა უშავს მოგატყუოს, არა უშავს გააკეთოს. მაინც ხდები. აიმებში ანუ თავის მოტყუება სავალდებულოა ადამიანისთვის. ხო. არ შეიძლება თავი არ მოატყუო, გადაირევის უმცლაცი სივარტლეს შეუყურო ყველაფერს. ამიტომ თავის უნდა მოატყუო და სხვას უნდა მოატყუო, ოღონდ შედეგი არ უნდა დადგეს ცუდი, თორე ყველაფერი შეიძლება, რა შეიძლება. კი. ბოლოს ესეთი კითხვა მაქვს შენთან, ნუ ბოლოს არ ვიცი ამდენად არის, მაგრამ ბოლოს ისე გავიდეთ რა ბოლოსკენ. ადამიანი როდის კარგავს ადამიანის სახეს შენი აზრით? ავიც ყოველსოცაებს გავსება. ხო, და აი რა არის ყოველსოცაებსება? ადამიანი როდის კარგავს თავის სახეს და როცა თავის ძირეულ პრინციპებს ღალატავს. პრინციპებს მარტო მშობლები და ოჯახი ვერ ჩაგინერგავს და ვერ განვითარებს. რაღაცებს მერე შენ თვითონაც აგროვებ ცხოვრებაში და შენს სავიზიტო ბარათად მიგაჩნია რაღაცები. იმიტომ რომ ზოგთან უკვე ვალდებულიც ხარ. მე მაგალითად როგორც კიდეც 400-ზე ვიყო და რაღაცა ცუდად მინდა მოვიქცე. მე და შენს შორის მე მომთხოვენ პასუხს. მაიძულებენ რომ კარგად მოვიქცე, გაიგე? საზოგადოება, იმიტომ რომ ჩემგან მიჩვეულია რომ ესეთი და ესე. მაგრამ საზოგადოება რამდენადაც ქმნის, იმდენად qalbi გამოხვალ თუ საზოგადოებამ შექმნა და თუ ეგეთი არ ხარ და მალე დაამთავრებ რა. ეხლა რამდენჯერ გვიფიქრია ხოლმე ჩვენც ხო ვეძებთ ვიღაცებს რომ ვიღაცას ეხმარება, გავიგებთ რომ იქ ვიღაცას დაეხმარა. ხო. ეხლა ჩვენ ეგრევე ვიცით იქ რა მოხდა რა, აი დაწვრილებით ვიცით ხოლმე ყოველთვის ყველაფერი და ეგეთი ადამიანი გვაინტერესებს ხოლმე და გვინდა ხოლმე რომ გავიცნოთ ხოლმე და ის, მაგრამ ჩვენ აი მივდივართ და ესე გზაზე ვიღაცა შემოგვიერთდება, რამეს იცავს ქრებიან, შემოვლენ გაქრებიან. თავარია შენს თავზე არ უნდა თქვა უარი. როგორიც გადაწყვიტე რომ იყო, როგორიც გამოიმუშავა შენმა სხეულმა და გონებამ და როგორიც შედეგი, მაგაზე უარის თქმა ნიშნავს სახის დაკარგვას. სხვასავით მოქცევა არის სახის დაკარგვა. მოიქცე როგორც სხვა და არა როგორც შენ. და აი ინსტინქტების დონეზე რომ დადიხარ, მაგას ეგ არ ვფიქრობ, რომ ადამიანის სახის დაკარგვა არის, აი გადარჩენის მომენტში რო ყველა. ჩვენში შველი ეგეთები ვართ და დანარჩენები დაამატა იმან ცივილიზაციის განვითარებამ უბრალოდ, თორე მე და შენ სოციალური ცხოველები ვართ. ნეანდერტალელები რო ყოფილიყავით, ზუსტად ესეთივე ადამიანები ვიქნებოდით, ოღონდ ამდენი მატერიაზე ფიქრი არ გვექნებოდა, თუმცა
ადამიანობაზე და ნამუსზე და ბოღმაზე მაშინაც ზუსტად ამ სიტყვებით ვილაპარაკებდით, როგორც ამ საუკუნეში ვილაპარაკებთ. ხო და რა გვაძლევს აი მაგაზე იგივე სიტყვებით ლაპარაკის ცოდნა საიდან გვაქვს ეგ რა შეგრძნება რაც საიდან? დევს კაცობრიობის კოდში ხო, ეს ხო. დევს რა, ანუ ეგეთი ადამიანი ნუ გიკვირს რომ სასტიკია, ყველაზე სასტიკია ხო იცი? მე აი ჯუნგლებში ძალიან დიდი გზა მაქვს გავლილი და გამოფრთხილეს რა ძალიან სახიფათო გზა არის რა და ადვილი წესი მასწავლეს ერთი რომ ჯუნგლებში რომ შედიხარ არაფერი არ შეაწუხო და არაფერი არ შეგაწუხებს. დანარჩენი ყველაფერი გარბის ადამიანის დანახვაზე. გარშემო, ანუ ესე რომ მიდიხარ რომ მემლებიან, გარშემო რა ხდება, წარმოდგენა არ გაქვს, ყველაფერი გარბისო, იმიტომ რომ ადამიანზე სასტიკი იაგუარიც არ არის. იაგუარი კონკრეტულ ცხოველებს მაინც ერჩის და ადამიანი ყველაფერს. ხო და ადამიანის სახით მე ვფიქრობ, რომ დაავადება ჭირს დედამიწას, იმიტომ რომ ადამიანებმა შეჭამეს თუ რამე არის შეჭმული ცხოველებს და ფრინველებს არაფერი არ დაუშავებიათ. ეკოსისტემაში ხო ის ჯაჭვირო არის. არ ჯდება, ანუ ანუ ესე რა ვიღოთ, ყველაფერს ჭამს, ყველაფერს იყენებს რა, ხო, ჭირდება, ანუ რაღაცაში უნდა გამოიყენოს. ხო, ადამიანსაც ვერაფერი ვერ იყენებს რა, ანუ ხო. ადამიანის გარდა. ადამიანის მტერია, ხო არის, მგელია, ეგეთი გამო. ეგ გააჩნია, როგორი ადამიანი იძახის, თორე ყველანაირად არის ეგ ფრაზა. ხო, მაგრამ მე ჩემი იმითი სოფლმხედველობით მე ხანახა მგონია რომ ხომ არ ცოტა დაუფრინავ თქო რა, ანუ ეგეთი ტიპი ვარ, რომ აი მე არ მიყვარს ჭკვიანური გამონათქვამები. ხო. ანუ ისეთი მარტივი ჭეშმარიტებაა რა თვიდა იმის გავდაბასო. ხო. თან ზოგი ძაა შეურაცხყოფი, რამდენიმეს დაუფიქრდი და ანუ ვერ გამოვიდა კაიაზე. მაგალითად აი რაღაცეები არის, რომელსაც ეხა თუ გამოთქმას თუ ჩაუფიქრ, აი რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო, ყველაზე მარტივი რო ავიღოთ, რაც ყველას გაუგია. ხო. ეხა ვინ ამბობს და ვინ ისმენს გააჩნია რა. შეიძლება ისა მონაგალახოს ბატონმა დანაშაულისთვის და უთხრას რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი დავითაო, ხო ხდები? და ის ხო ჭეშმარიტებას იძახის ეხა იმას თავის აქციელით მოუვიდა, მაგრამ ის რომ მონა არ იყოს ხო არც მოუვიდოდა და არც არაფერი ხო ხდები? ანუ როგორი ადამიანი იძახის და როგორი ამბობს გააჩნია და როგორი არ ვიცი ქართულად მაინდსეტი, ტვინის მოწყობა როგორი და ისე გესმის რა. რა დალაგებული გონება რა ვიცი. თორე აი ხო გეუბნები როგორების ჩვენ ვართ ეგეთობას ვთხოვთ სხვაებს თორე რა ანუ როდისღაც უნდა შეეგუო რომ ყველას აქვს საერთოდ სხვანაირი ტვინი და ისა შენთან სხვანაირად იქცევა. მაგრამ საერთოდ სხვანაირია ჩვენს გარშემო ეხა შეშინება კი არ მინდა, მაგრამ რამდენი ფსიქოპატი ცხოვრობს, რომელიც არასდროს არ გვეცოდინება რომ ეგეთია. სანამ რომ ეს არ დააშავოს. რამდენი ადამიანის მეჩვევები მინახავს, ყვა ჩამომوارდნია ხოლმე რომ მეთქი ანუ აი რა ვიცი მართლა მანიაკი ხო. ისეთ ადამიანზე რომ აი ვერ ვიფიქრებ რომ რაღაცა რა. მართლა რა თქმა უნდა, ანუ საერთოდ სხვა ჩვევები აქვს, სხვანაირი ჰობი აქვს რაღაცები. ხო და მართლა გულწრფელად ეხა შტერი ადამიანისთვის არ მინდა რომ მქონდეს, მაგრამ მართლა გულწრფელად აი ჩემთვის ეგრე არ ყოფილა რა. თითქოს ჩემთვის აი რა მე როგორიც ვარ პირებდა ჩაწერის მომენტში, სახლში რომ წავალ ეგეთივე ტიპი ვარ. არა, ცვალებადი ხასიათი ყველა ადამიანს. არა, ცვალებადი ხასიათი სხვა რამე ეხა შეიძლება გაბრაზე. ერთი დღე რო ფიქრობ რომ აი როგორ დარწმუნებული მithქვია ხოლმე იცი აი ჯარა ეგ აი ჰოლდენ კოლფილდის პონტი არის რომ სარკეში რო ვიმუქრებოდიო და ისე ძალიან ჩმორი ვარო რომ იძახეს რა ხო ხდები თორე სარკეში მრისხანეს ახეს ვიღებ და ჭეუბნები ეხლავე ადექით აქედან და ხო ხდები მაგრამ მე სხვა რაღაცას გეუბნები აი მე ეხლა რა პირობითად რო ვთამაშობდე რაღაც გვანცას როლი მქონდეს რა რომ რაღაც ესეთი გამოვშდე რა და მე რო გავალ სულ სხვანაირი გვანცა ვიყო მიხდი? ანუ ჩემთვის ისევ შენი თავიდან გამომდინარე ლაპარაკობ, თორე ვიღაცებს ეგ შეუძლიათ. ხო, და მე აი ხო და თითქოს ჩემთვის არის ხოლმე რაღაცნაირად წარმოუდგენელი. ვიღაცებს შეუძლიათ ეგ რა, რომ რაღაც აი დედა ჩემი არის ძალიან სასაცილო, ხარიხა შენ არის რომ თორე ხა ჩემი მეგობრებიც მისმენენ, იმათთვის ყველაფერი გასაგებია.
აი სახში მოვახოლმე და აი სახეზე ეთყობა რომ აი რა დღეს ჩააგდეს იცი სადღაც ან ბანკის რიგში ან სადღაც რა ან მარშრუტკაში ეს არის ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი და ბევრს ელაპარაკება ერთად მაგრამ ძირითადად გულს ტკერენ ძალიან წარედ და ვიღაცა რო უყურის ამას ეშინია და ვერცევს რა ხვას და მოვალთ და ესე აი თმაროა კამაში გამომუწული და გაწიტლებული რომ მივხვდი რომ აი როგორ გამოლაძღეს იცი სადღაც საშინლად მაგრამ ყვება ეხა მაგაბავს მე უთხარი მომხედი აქეთ ჩვენ მე შენ მე თვალში ხوار გეპატარა ყვება თორე აი რა მოხდა იცი იქ რომ მაგრად ვიღაცამ გამოლაძღა აი ეს წამოვიდა და ძლის მოვიდა თორე სახში ძალიან რისხანია ხოლმე რომ აი ძალიან სოყარელი ხო და არა ძალიან ის არის ხოლმე სტუმარი რომ მოვახოლმე ვიღაცა რაც ეხა ეს ქვეყანა არეული არის და პოლიტიკურ ბანაკებად არის ხალხი გადაყოფილი ეხა ნათესავები ეხა ზოგი იმჭკუაზე დგა ზოგი იმჭკუაზე რა ხო ხტები და ნათესავი მოდის ხოლმე ეს ნათესავი ვისაც ლანძღავს ესეც იმას ლანძღავს ხოლმე რომ არ გაუტყდეს იმას თორე ვაფშე ასე არ არის აი საერთოზე არ არის რა ამბავს ყვება რა მოხდა ან ვინ რა გდეს თუ რა აბაო დაწყვენ ერთ დღეს ეთქვით რამე არ იგზნოს იმა რომ ეს თითქოს ის არის და მაგას ვამბობ რომ აი შეიძლება აი გარი ვითომ თამაში რა სხვა ადამიანის თორე ეხა ისეთ სასაცილოა რომ ეგ ცუდი არ არის ყოყნე საყვარელი ხო რა აი მაგით ვიღაცას რაღაცა ხო არ უშავდება რა პირიქით აგერ ვერთობით ქვეყნოს ხალხი კი აკა ძალიან დიდი მადლობა მე როგორც მოგწერე თავშივე ძალიან მინდა შენი გასწავლა და მიხარია რომ გაგიცანი თუ რამეში შევძლებ დახმარებას შენს გვერდით მიგულე არა მადლობა პირიქით და მინდა რომ ბოლოს მე ვიტყვი რომ დავტოვებ შენს Facebook links ხო შეიძლება რო ადამიანებმა გამოგიწერონ და ინფორმაცია კიდევ უფრო გავრცელდეს და ვისაც მოუნდება და რამეს მოტანა თქვენთან კიდევ ერთხელ რა უთხრათ დავით დაუხელიძის პირველი ნომრის ეზოში არის მოხალისეების ცენტრი და ყოველ შაბათს და კვირას 10-დან 4 საათამდე ღია ვისაც რამე აღარ გჭირდებათ შეგიძლიათ მოიტანოთ და დატოვოთ ვისაც რამე გჭირდებათ და არ გაქვთ შეგიძლიათ მოხვიდეთ მოითხოვოთ თუ გვექნება გაგატანთ თუ არა და მე შეგინახოთ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა პირიქით მე გადაცემაში არ დავდივარ არსად და ეს ფორმატი ჩემთვის ძალიან კარგი გამოდგა პოდკასტის იმიტომ რომ რაღაცა ესე ეხაც რაღაცა გულწრფელად ვილაპარაკეთ და ეს გზრობა არ მაქვს რომ რაღაც რო თქვა და იქით ტაშს დაუკრავენ თუ არ დაუკრავენ ეგრე რო არ ხან თავისუფლად უბრალოდ როგორც მეგობრები ვილაპარაკოთ და ესე ძალიან სასიამოვნოა უბრალოდ ჩვენ აზრებს უზიარებთ ერთმანეთს რომელიც შეიძლება საერთოდ ღირებული არ არის და არც იყოს მაგრამ ჩვენ ვისი ჩვენი ნათქვამია და ჩვენ ძალიან ვერთობით რა სხვისთვის რა მნიშვნელობა აქვს არა მე მგონია რომ ჩემი მოყრეველიც მოიწონება ჩვენი საუბარი და თან კიდე რაღაცნაირად სიკეთე მე მჯერა რომ გადამდებია არა უცილებლად ხო და ესეთი ისტორიების მაგას წალი არ გაუვო ხო აი რაღაცა ჭეშმარიტებები არის და მგონია რომ ვიღაც რომ მოისმენს ხო ხტები შეიძლება ინსპირაცია მიეცეს რაღაცა მოუნდეს აუცილებლად ჩემ თავარ მიღწევას ცხოვრებაში გინდა გითხრა რას თვლი არც იმას რომ აი თუნდაც ეგ სიკეთე გადამდებია ბევრმა ადამიანმა იცის ან ერთხელ ნახე თაქს რო ვაკეთებ ხოლმე სიკეთე გადამდები ერთხელ დავაჭირე და თუ არ ვთქვი 60,000 ადგილას დაწერეს იგივე ანუ 60,000 ადგილას კარგი ამბავი მოხდა ხო ხტები მე რომ მეტი არაფერი არ გამაკეთებინა საერთოდ რო სახში ვждარიყავი 60,000 ადგილას ვიღაცა გაახარეს შენი გულისთვის მეტი რა უნდა გაგეხარდეს ადამიანს ხო ხტები ჩემი ბედნიერება ეგ არის ხოლმე თან ისეთი რომ ანუ ვისაც გიდა მოუყვე მაგ წარმატების შესახებ გოლი არ გაგიტანია მაშინ არაფერი აი ხო ხტები რაღაცა თავიანთი საზომი აქვს მე ჩემი ის კი არც ვამტყუნებ ეგრეც უნდა იყოს აბა მე რას გავიგებ ეხა ჰოკეისტის წარმატებას აი რა ვაფშე გულთან არ მომივა რა ხო ხტები ეგრეც უნდა იყოს და
არ გეწყინოთ ადამიანებისგან არაფერი, იმიტომ რომ როდესღაც შეიძლება მივახციო მართლა იმას, რომ მართლა არავისგან არაფერი აღარ მეწყინოს, იმიტომ რომ აი ქრისტე იძახდა რა, რომ ვერ ხვდებაო ადამიანი და რაზე ეჭყობებიო. ხო რა, აი ეხა საერთოდაც რო იცოდე მთელი გადაცემა მაგაზე ვლაპარაკობდი. ხო ეგრე გამოვიდა. რომ აი როგორ შეიძლება ყრუცემო იმისთვის რომ მუსიკა არ ესმის, ხო? არ ესმის, არა, ხოლო ესმოდეს ეგრე კი არ გააკეთებ. კი, ზუსტად. ჩემი ერთი სტუმარი იყო, რომელიც ჩემ ერთ-ერთ მასწავლებლად ცხოვრების ნუგზარ ძიძიგური და თულდეს მენახავს. დიდი სიყვარული აქედან. მან მითხრა ისეთ რაღაც პირად საუბრებში, რომ გვანცაო. შენ რო რაღაცას მიხვდიო ცხოვრებაში. ეხლა გინდა რომ ყველა მაგას მიხვედრილი იყოს და მაგას თხოვო? ყოველთვისო გაიხსენა რომ ადამიანები არ არიანო ეგრეო მოწყობილები. ვინც რამეს მიხვდა, ყველა ჯუმადაა, იცი? იმიტომ რომ არაფერი ასე არ აქვს, რო თქვა, ვერავინ არ გაიგებს და რაღაცა სასაცილო კაცი გამოხვალ. თორე პირადი დასკვნების ხმამაღლა თქმას დიდი ხანია შევეშვი, იმიტომ რომ საერთოდ აზრი არ აქვს. ადამიანს რაღაცას გულწრფელად მე მღუპავს ხოლმე აი ერთი ეგრა რომ ისე გულწრფელად ვიცი ხოლმე რაღაც მოყოლა რაღაცის თქმა რომ აი მართლა მსახიობობას გავს ხოლმე აი მეც რო შორიდან შევხედო ვიტყვი რომ აფერისტია მე არ ვიტყვი ხო და არა იცი როგორ აი გიყურებენ და თვალებში გზნობ რომ აი შენ ძალიან ახლობელსაც არ ჯერა რასაც ეუნები აი შენკენ არის უნდა აი რაღაცა კბილებით დაგიცავს და ხმალით დაგიდგება გვერდზე, მაგრამ აი თვალებში უყურებ და არ ჯერა და აღარ ვეუბნები არაფერს ხო ხდები რა. არ ვცნო უთხრა. ხო და აი ზოგჯერ გული ძალიან სიუდება ქვეყნის რამიდან სათქმელი და რაღაცა ვერ იძახი რა. არ და მე მივხვდი რომ ისეთ რაღაცებს არის ხალხი მიხვედრილი რომ ჩვენ არასდროს არ გვეტყვიან, იმიტომ რომ ღირსები არა ვართ მართლა. სორია. ეს ბოლოს რაღაც გავბოღდა. მას მაინც გაგვებარა. ია თქო და ადამიანები მათავარ. მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. მე მომიყევი ხოლმე რაღაცები, იმიტომ რომ მეც მოგიყვები რაღაცებს. დიდი მადლობა მართლა. ხო, მეც მადლობა. გამეხარდა აქ რომ მოვედი. იმიტომ რომ როგორც გითხარი ესეთი საუბრის ფორმა ჩემთვის ძალიან კარგია. თან ვით უმეტეს რომ აი რამდენჯერ მივხვდი რომ რაღაცა ვთქვი და მართლა მივხვდი და ძალიან დიდი ის არის ადამიანისთვის რა კომფორტი თუ რა ქვია. ხო. როცა მართლა გაიგო რაღაცა შევა და რაღაცა სადوار ხოლმე რომ ცოტა ფულიც გადავიხადა რომ ვიღაცამ გაიგოს რასაც მეუბნე. მოდი პირიქით რა მეც სიამოვნებით თქო მართლა მესმოდეს ყველაფერი. რასაც მეუბნება რა. მე მგონია რომ ეგეთ ესე ჩვენ უნდა ვიმეგობროთ. ვიმეგობროთ აკანა კი ბატონო. რაღაცა დრო გავა სტობარი შემოგაკლდება და მიცახე და რაც კიდე ის მოყვეთ. ისე სტუმარ შემოუკრებლად დაგიძახებ. ეხაც არა როდისღაც მოსვლა მართლა როდისღაც კიდე მომიწევს რა როდის იქნება არ ვიცი იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ამბებზე არ გვილაპარაკია ჩვენ უფრო ფილოსოფიას ჩავყევით და სათავო გადასავლო ნაწილი გამოვატოვებინეთ მაყურებელს იმიტომ რომ რაც გულისხმობ ყოველ დღე იმდენი კინოები ხდება ეხა აქედან რომ გავალ დილამდე ერთ სერიას კასანდრას ვეძახით ხოლმე ყოველ დღეს იმიტომ რომ მოდი და ვილაპარაკ დილამდე იმდენი ამბავი მოხდება რომ რა ვიცი რა ისეთი ამბები რაც მართლა დაუჯერებელია და უბრალოდ იმისთვის მოვყვები რომ ნიშნულობა არ აქვს ჩემთვის დაიჯერებენ თუ არა რა რომ დარჩეს ხო ანუ მაგაში ის ხო არ არის რომ ესეა თუ ისი მე კაი იდეა მომივიდა და კამერას უკეთესად გეწო აი და მე ჩემაყურებელს ნოვთხოვ ბოლოს რომ თუ უყურებთ ამ ვიდეოს და თუ მოგეწონებათ მოიწონეთ ვიდეო გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ვიდეო მოიწონეთ და მე გთხოვთ ერთ რაღაცას რა რომ ჩვენ აგერ ამხელა ბუმბერაზი ხალხი შევიკრიბეთ და რაღაცა დოსტოევსკის ებურის საკითხის გადაწყვეტას ვაპირებდით და მართლა მაინტერესებს სიამოვნებით წავიკითხავ მეგრე თუ ხედავთ შურს და ბოღმას შორის განსხვავებას მეც მინდა რომ რაღაცა ვისწავლოთ თქვენი მაყურებლისგანაც და გულშემატკივარისგანაც აი თუ გონიათ
რომ შური და ბოღმა არის სხვადასხვა საერთოდ თუ გონიათ და თუ კი გონიათ რომ კი რა რა განსხვავება განსხვავება? ამათ შორის. სიამოვნებით წავიკითხავ მე თვითონ ყველა კომენტარს გვირდებით. დავალება გვაქვს. კი და ხო, ბატონო. მოიწონეთ ვიდეო, იცით რომ ეს ძალიან მეხმარება გავრცელებაში და თუ არ გაქვს გამოწერილი ცოდნის მოყვარე პოდკასტი, გამოიწერეთ. ამასაც ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ უნდა გავიზარდოთ, უფრო მეტი უნდა ვიყოთ, რომ ბევრ ადამიანამდე მოვიდეს ესეთი ისტორიები, მინიმუმ რაც დღეს ვისაუბრეთ. მადლობა.